მადლობა შეხვედრისთვის, მოწვევისთვის პირველ რიგში და რა შეიძლება თქვა ამ ფილმთან დაკავშირებით? პირველ რიგში იმის თქმა მინდა, რომ ვერაფერს ვეთქვი ფილმთან დაკავშირებით და ფილმით რაც სათქმელი იყო, უკვე არაჩვეულებრივად თქვა რეჟისორი. თვითონ რეჟისორიც რო იყო, მაშინაც კი ვერაფერს დავამატებდა და მით უმეტეს მე რა მომდოდა ესეთი. და კიდევ ერთი რამ არის, ფილმს როცა უყურებთ საერთოდ გვირჩევია შევინარჩუნოთ ის შინაგანი სპეციფიკური განწყობა, რომელსაც აღზრავს და რომელსაც ტოვებს ფილმი ნახვის დროს. დავჭერთ ერთ-ერთი ამ ფილმთან და მივცეთ ამ ფილმს მოქმედების საშუალება, შემოვიდეს ჩვენში, მოხდეს გარკვეული ინტეგრირება ამა თუ იმ საკითხის პრობლემატიკის, რომელიც ჩვენში წამოწია და აღივა რაღაც საკითხის, რომელზეც დაგვაფიქრა. ანუ რაც შეიძლება ბუნებრივად მივცეთ თვითკინებით პროცესის განვითარების საშუალება. ამიტომ მე შევეცდები ძალიან ფრთხილდება და მოკლედ აი ამ პროცესში ხელი არ შეგიშალოთ თითოეულ თქვენგანს, ვისთვისაც პირველი ნახვა იყო ეს ფილმი, ის პირველად ნახეთ. მაგრამ პარალელურად მაინც ფრთხილად რაღაც საკითხებს, რაღაც განცდებს, რომელიც ამგვარ ჩემში აღზრდა დაგიზიარებთ და იმედით, რომ თქვენს იგივე დამოკიდებულება გექნებათ, იგივე ჩართულობა გექნებათ. ჩვენ შევხვდით იმისთვის, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ განცდები, დამოკიდებულებები, ფიქრები, განწყობები, კითხვები და ის რომ მე სხვანაირად დაგანახოთ, ან უფრო რომ დაგანახოთ ფილმი და ასე შემდეგ. ამის პრეტენზია ვერ მექნება ვერანაირად, იმიტომ რომ ძალიან შორსოა მსგავსი არც პროფესია მიწყობს ამაში ხელს და არც ცოდნა და არ გამოსცემს. ეს აპროპორციას რაც მოგვიყვება ჩვენ, რაზეც ვიფიქრე რომ ფილმი და ყურადღების შეჩერება ჩავინიშნე. ესე გამოვიდა რომ ქრონოლოგიურად მოდის რის შემდეგ რაც იყო ფილმში, ჩანიშნები გავაკეთე და ალბათ ერთი კითხვით ვერს დაწყება. რომელ ჩვენგანს შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ვართ ციხეში და ვართ თავისუფლებას, ვართ თავისუფლება. თუ შეგვიძლიათ დავფიქრდეთ ცოტა ხნით, ვთქვათ, რომ ვართ თავისუფლება, არ ვართ ციხეში. გააჩნიათ ციხეში და შოუშენკის შეიძლება ვერ დავარქვათ ასე, მაგრამ რეალურად ვინმეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულად თავისუფალი ვართ და არ გვინდა ჩვენი ციხისგან თავის დაღწევა. თავისუფლების ცნებას რა ხალისხი მესმის იმაზე დამოკიდებული. სუსტია. და რა ხარისხით ვისურვებდით თავისუფლებას? თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ჩვენებული გაგება თავისუფლებას. და ჩვენებული გაგებით სრულფასოვნად თავისუფლები ვართ თითოეული ჩვენგანი. სხვადასხვანაირი იყოს ეს გაგება, მაგრამ რა გაგებაც გვაქვს? სრულყოფილად თავისუფლები ვართ თუ აი ჯერ კიდე რაღაც ციხეში ვართ. ისე არ უნდა იყოს თავისუფალი. შეიძლება ეგეც დავფიქრდეთ, ვთქვათ, შევებულოთ და არა იმედი აღარ გქონდეს გათავისუფლებას, არამედ ვირჩევთ ტყვეობაში ყოფნას, კი ბატონო. ანუ თავისუფლების იმ ნაკლობას, იმ ხარისხს ტყვეობისა, რომელიც გვაქვს. ეგეც ჩვენი ესარჩევია. მაგრამ რომელიმე ჩვენგანს შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულად თავისუფალი ვართ ეგრეთ წოდებული ციხისგან. სრულყოფილი თავისუფლება, სრულყოფილად რომელიც ნდობა ერთ-ერთი სრულყოფილებისა, რომელიც შეიძლება თავი მიაგდოს ადამიანს. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია მართლა ერთ აზრს ვთქვათ, მე პირადად მგონია თავი ციხეში. არა იმ კონკრეტულ რაღაცა ტყვეობებში, ვიღაცის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ მე არ ვთვლი რომ სრულად თავისუფალი ვარ და ბევრი რაღაცებისგან გათავისუფლება აქვს გეგმაში, მაქვს აი მიმართულებით მოძრაობ ყოველთვის. იზიარებთ ამ პოზიციას და თქვენც ასევე გრძნობთ, ხო? ბევრის თანხმობას ხედავ, ყოველ შემთხვევაში უარყოფელი არ ხართ, იმიტომ რომ სრულად თავისუფალი ხარ. ესე იგი ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებს აი ამ ტყვეებთან. მოდი რაები ახლა მივყვეთ. ძალადობა ხორციელდება ჩვენზე ამა თუ იმ ფორმით. შეიძლება გოგონებო ამაგაცებს არ მომართავენ ასე, როგორც აქ ინგლისური იციო შედებილო ყარაშე, დამპალო, ასე არ მოგმართავენ პირველ შეხვედრაზე ვიღაცები, როგორც იქ ეტაპით შემოსულებს მიმართეს. არ ცდილობენ ჩვენზე სექსუალურ ძალადობას, მაგრამ ძალადობის ძალიან ბევრი ფორმები უშუალოდ ჩვენს გვეხება და ჩვენს გამიცით. არა მარტო მოპოვას ეხება და იქედან გრძნობთ ჩვენ ძალადობის მსხვერპლად თუ ძალადობის გავლენას, არამედ მსხვერპლად თავს ამ ძალადობის გავლენას გრძნობთ, არამედ უშუალოდ ჩვენს. ბევრი მაგალითი შეიძლება მოვიტანოთ აქ პრაქტიკულად ყოველ ნაბიჯზე.
უტახტოდ ვინმე მოგმართავს თავისი არასრულყოფილების გამოცხადია გვავიწროვებს უნებლიეთ ზოგჯერ ნებით თავისი ელემენტარულად სუნით სუნთქვის თავისუფალი სუნთქვის საშუალებას აღვიძლევს ზოგ შემთხვევაში ვიღაც ტრანსპორტში ვიღაც ფეხს გვაბიჯებს და ფეხსაც მესხვის ვიღაც რიგს იკავებს ჩვენ რიგს ჩაეჭრება და აღწერავს ჩვენს შეხუთვას ჩვენს უფლებებს არღვევს ჩვენი რიგის პრეტარვი რიგი რა წესი რიგი კიდე რა ძალადობის ფორმები შეიძლება გავიხსენოთ რაც უკავშირდება იმათ მოსწავლეები ფიქრობენ რომ აიძულებენ მათ სწავლას აიძულებენ სწავლას კი გადაცემის რომელიც პლანები ძალადობა ჩემზე ყველაფერი ჩემზე ჩოლობრივი მოვლენა ძალადობა შეიძლება დავყოთ იმას რომ ჩვენი თანხმობის მოზელადეები ჩვენ თავდაპირველად შოთას ჩავდივართ როდესაც წოდვას ჩავდივართ კი ბატონო მოზელადე არ იყოს თავისუფლად როდესაც წოდვას მოვსდებით მე გავხდით თავისუფლად და როგორ ხდება წოდვისგან გათავისუფლება როგორ მოწყვეთ წოდვას აი ამ ფილმში რაზე არის საუბარი ამ ფილმში ბატონო მუდმივად საკუთარ ჭირდება შეუპოვრობით თავი მუდმივად დააჩის უნივერსიტეტის იმედია თავი რომელიც ჩვენ ავიღეთ სრულყოფილებას რომელიც ჩვენში პოტენციალურად არსებული ბოგოტებას თუნდაც ჩვენ არ ჩავდიოდეთ ჩვენში არსებობს ის ინდივიდუალები რისგანაც ჩვენ თავისუფალი არ ვართ და ის ჩვენ ისე ჩვენი ბუნებისთვის ჩვენ პირველად დამოკიდებულობა ამ ბოგოტისადმი ჩვენ თავისუფლების განცდას ვერ გავაკეთებთ იმიტომ რომ ერთ-ერთი თავისუფლება ცოდვისგან გადაიხადა და რამდენად იოლია თუ რამდენად ძნელია ცოდვისგან გათავისუფლება რამდენად ვართ ჩვენ ციხის ადამიანები ამ გაგებით უკვე ცოდვის ადამიანები და ზუსტად ის თქვით საიდანაც მივდიოდი მეგობრებო რომ როცა ცოდვას დავუკავშირეთ ეს ძალადობის ფორმები და ჩვეული ძალადობა და ჩვენი ქვეყნის ძალადობა ხო ანუ რამდენად ვართ ჩვენ ციხის ადამიანები და რამდენად გავიჭირდება პრუქსის მსგავსად ცოდვის გარეშე რამდენად წარმოუდგენია რამდენად იოლია ჩვენთვის წარმოუდგენაში ვიღოთ ისეთი როგორც ნამდვილად ვერ წარმოედგინა ბრუქს ვერ წარმოედგინა იგივე ფრედი ხო ხო ჩვენ რამდენად იოლად წარმოგიდგენია და თუ კი რამდენად მუშაობთ მართლა გეგმოზომიერად რამდენად აქტიურად როგორც რა ქვია ბატონს ენდი ბანკი პრობლემა იმედი კარგი რამ არის ხო საჭირო და აუცილებელი რამ არის იმედი ყოველთვის კარგია და ყოველთვის საჭიროა მე ვფიქრობ რომ ზოგჯერ დამოუკველია და ზოგიერთ კონტექსტში რა თქმა უნდა დამოუკველია არის იმედი უნდა გქონდეს მხოლოდ იმის რაც საიმედოა ყველა სხვა იმედი გვწირავს იმედი გაცხოვებისთვის ხროდება იმედი გაცხოვებები ვარდებით ეგრეთ წოდებულ დეპრესიაში და საერთოდ სიცოცხლეზე ხელს ჩავკრებთ ანუ უნდა ვეძებოთ პირველ რიგში საიმედო და საიმედოს რომ ვიპოვით მაშინ შეიძლება გქონდეს ხოლმე იმედი როცა საიმედო არსებობს მაშინ მის მიმართ იმედი შეიძლება იყოს მხოლოდ გამართლებული და დამხმარე ჩვენი გათავისუფლებისთვის ჩვენი სიცოცხლის იმ დრომდე მიტანისთვის როცა გათავისუფლებენ და გამოუცხადებენ რომ ეხებულია გადაწყვეტილება და გათავისუფლებენ მოდამდე ისე ვადამდე საინტერესოა წინასწარი ვადა არ ჩვენ არ გვაქვს ხო ამ ციხეში ყოფნის წინასწარ განსაზღვრული არ გვაქვს ჩვენც უვადო პატიმრობა გვაქვს ორჯერ ზედიზედ ჰქონდა ბანკერს მაგრამ სხვებს სხვა ხანგრძლივობებით ჰქონდა ყველას უვადო პატიმრობა ზოგს ორჯერ ზოგს ერთხელ ამას ორჯერ დავუწევ რას ნიშნავს კარგად არ გარკვეულია ორჯერ პატიმრობაში ორჯერ უვადო პატიმრობაში თითქოს ერთხელ არ მაგრამ რეალურად ეს აერზე არ არის და თავისი წესები აქვს ჩვენ არ ვიცით არც ის როდის მივახცევთ სულიერ გათავისუფლებას სულად გათავისუფლებას და არც ის ვიცით როდის გავართ ამ ქვეყნიდან ორნაირი გათავისუფლება შეიძლება იყოს ხო მაგრამ ან მოქმედეთ ან როგორ ამბობს ერთი ეს ჩავიწერეთ ან სიცოცხლისთვისო სულ ბოლოს ან სიცოცხლისთვის უნდა დაკავებული ზუსტად ესე თქვენდება ან სიცოცხლით ვარ დაკავებული და ან სიკვდილით
ჩვენ არ ვაცნობიერებთ შემთხვევაში რომ სიკვდილით ვართ დაკავებული. უბრალოდ უიმედობაში ვართ. მკვდარი თევზებით დინებას მიყვებით. ეს არის სიკვდილით დაკავებულობა. დრო გჭირდება, იმედი, დრო და კიდე რაღაც რამდენიმე სიტყვა თქვა. რაც გჭირდება გათავისუფლებისთვის, გჭირდება იმისთვის, რომ მივახციოთ იმ სანაპიროს. აღთქმულ მიწას ესე ვთქვათ, ხო, ჭეშმარიტ თავისუფლებას, მაგრამ დროც ჩვენთვის სასარგებლოდ არასდროს არ მუშაობს, არ ჩვენ საზეიმოდ არ მუშაობს. დრო არის სახელმწიფოობა, ამ დროში რაღაც პროცესები მიდის, ამ პროცესში მე რა მიმართულებას ვიცი ამაზე დამოკიდებული. სარგებლოდ შედება გაგენამ თუ ბერეკით, ზიანდება და ზარავდება. ასე რომ დრო, მიზანი და იმედი. დროს თუ სწორად ვიყენებ, თუ კი მიზანი სწორი მაქვს, თუ კი იმედი მაქვს იმის, რაც მართლა საიმედოა, ამ შემთხვევაში არათუ უბრალოდ ციხეში შეუშენგი იყოს კი ბატონო, არამედ კარცერშიც კი ერთი თვე რომ მომიწია ყოფნა, არა, იქ ერთი თვე არა, ორი კვირა ვიყავ. თორე ერთი კვირა. სხვადასხვა შემთხვევები იყო. ერთი კვირა ვიყავი, პირსაკრავის გამო ჩამსვეს გახსოვთ? ერთი კვირა. და ალბათ გაგიჭირდებოდა იქ საშინლად ნელა გადაისტრო ერთი მეუბნება და ამ დროს მე ვამბობ რომ მარტო არ ვიყავი კომპანიონობას მიწევდა მოცარტი, ხო, მისტერ მოცარტი. ანუ როცა სწორად მივდივარ, როცა იმის იმედი მაქვს, რაც მართლა საიმედოა, ამ შემთხვევაში დრო ჩემზე მუშაობს და მარტო არასდროს ვარ იმ მოცარტთან, იმ გეგმებთან, იმ განზრახვებთან, რომელიც წინასწარ შემეძლია. აღვიქვა, გამიცადო და ავანსად ვირწმევს თავისუფლების სიხარულის და ამ თავისუფლების სიხარულის მატარებელი ვარ ჯერ კიდევ მანამ სანამ გავთავისუფლდები. შეიძლება ენდი ვერ გათავისუფლებული იყო, ვერ მოეხერხებინა გაქცევა, მაგრამ სულ თავისუფალი იყო, შინაგანად სულ თავისუფალი იყო. ერთი კითხვა მაქვს. თუ ისეთი ცხოვრობდა, ბატონო, თუ გათავისუფლების იმედი ცხოვრობდა, იმიტომ რომ 60 წლის განმავლობაში სულთან ახლდა იმ წამიდან, რაც ეს შოვა ეს იარაღი ერთად გაათხრით. ანუ სწორედ იმ ერთკვირიანი იმის დროს რა ქვია? კაპიტვიც ახალ კარცერი, კარცერში გათავისუფლების იმედით და მოცარტის მოსმენის იმედით კი არ ცხოვრობდა. უსმენდა მოცარტს. აქედან აქ არისო, ყოველთვის აქ არისო. ბატონო? ხო. აქ განიცდა. აქ ვიქო განცდა წაკანიცდება, უბრალოდ ეს მეხმარება, როგორც ორგანიზაციის ცალკე საკითხია, მაგრამ იყოს აქ განიცდება. მაგრამ ესე იგი რისი გამცდელი ვარ, საით მივდივარ, საბოლოოდ კი განხორციელება, ახლა ხორცი შეისხეს რაღაც იდეებს, სხვა საკითხია, რომ მეოცნები არ უკვე, მაგრამ ერთი არის უბრალო ქაოტური მეოცნებეობა, მეორეა სწორად, ზუსტად როცა ვსახავ ჩემს გეგმებს, სწორად ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ეს არ არის უბრალო მეოცნებეობა. ამ შემთხვევაში ჩემი ფიქრი, სწორი ფიქრი რეალობის ნაწილია პრაქტიკულად, რომ ვერ მოასწროს რეალიზება, მე სწორად მოფიქრალი ვარ და მივიღებ იმას, რასაც დრო რომ კიდე მქონოდა და საშუალება მქონოდა, რასაც მივიღებდი ამ პროექტის რეალიზების შემდეგ. თავარი ჩვენ სწორად ვფიქრობდით და არა უბრალოდ ვოცნებობდით ან მკვდარი თევზებით დინებას მიყვებოდით. სწორ ფიქრს რაც შეეხება შესაძლებლობის პარალელში, მხოლოდ შესაძლებლობის პარალელში მეტი არავის არასდროს არაფერი მოახერხებია კაცობრიობის ისტორიაში და ვერ ჩვენ მოახერხებთ ვერც ფიქრს, ვერც რაიმის კეთებას, ვერც რაიმის განცდას, მაგრამ შესაძლებლობის პარალელში თუ სწორად ვფიქრობ, გულდასაწყვეტი არაფერი ვრჩება და მაქსიმალური ეფექტურობით მივდივართ იქ საერთოდ გვინდა რომ ვიაროთ და თუ არაზუსტად ვფიქრობთ, უპასუხისმგებლობის გამო უფრო ზუსტად შემიძლია რაღაცის ფიქრი, რაღაცის ხედვა, მაგრამ ზერელება უპასუხისმგებლობის საკითხები ამდენად კიდეები ამდენად მნიშვნელოვან საკითხს, ხო? ამ შემთხვევაში მამადაშვილის სიტყვები მახსენდება, მამადაშვილის როცა არაზუსტად ვფიქრობთ, როგორ არის ეშმაკების სათამაშო ხდებით ამ დროს. ასე არაზუსტი ფიქრის შემთხვევაში ეშმაკის სათამაშო ხდებით და დამნეულები ვართ და ვერ მივდივართ ისე როგორც საჭიროა. ჩავხედავ ჩვენ შპარგალს, რაც ჩავიწერე მარმარილოს დაბა ამინდოდა და ჩემი თხოვნა იქნება ეცადოთ შემოხვიდეთ კითხვებით, განცდებით. მე არა ვარ წინასწარ რაიმე მომზადებული, არც მოხსენება მაქვს, არაფერი აბსოლუტურად, თქვენთან ერთად ვიყურე, რაღაცები ჩავინიშნე და მოგოთ თავს ვავალდებულებ, რომ ვილაპარაკო, რადგან მე ვარ მოწვეული და ნებისმიერ დროს, ნებისმიერი კითხვა იქნება საკითხის დაყენება, თქოთ დროს არ დაერგოთ ამ სიტუაციას. ადამიანის პიროვნული თავისუფლება თავის ბუნებისაგან თავისუფლებას ნიშნავს, იმის მიხედვით, რომ
მე თუ ჩემი ბუნებაზე დავიყვანები პირველად. გამოდის რომ მე ბუნებით ვარ შეზღუდული. და ბუნება ჩემი სიკვდილის ხოებია. უნდა მოგდეს. და ჩვენ ვიცით კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ჭეშმარიტება, რომელიც სიკვდილზე გაიმარჯვა. ის არის ქრისტე. და ის ჭეშმარიტება, რომელსაც მე შეიძლება სიკვდილზე გამიმარჯვო, თვითონ გაიმარჯვა. და მე ზნეობრივად ცოდვაზე გამარჯვებით იმ სიკვდილზე გამარჯვებით დღეს ხდის. და ეს თავისუფლების სიღრმიდან შეფასება ადამიანებს ისეთი სრულყოფილი საკუთარი ბუნების და განთავისუფლების პიროვნული და ეს ცხოვრებაში უნდა ჩაქრეს, იმიტომ რომ ეს განყენებული ფილოსოფია არის. ნებისმიერი სფერო, ეს ფსიქოლოგია იქნება თუ ფილოსოფია იქნება მეცნიერება, ეს ჩვენგან მიღმა არსებული რეალობაა. მაგრამ ის ერთ-ერთი ყოფიერება ჩვენი შიგნით ჩავხედოთ, როგორც ღმერთის ხატი, განიცმინდოთ და ღმერთის მსგავსი გახდეთ. და ამაზე მეც კაცობრიობას ადამიანის აზროვნება მონება ვერ შემოთავაზა. და ეს ერთ-ერთი ჭეშმარიტება, რომელიც ღმერთისგან მოაღწია ჩვენთვის, შეიძლება პასუხი იყოს ამ ჩვენი სხვადასხვა ხედვისა და სხვადასხვა ამ საკითხის გათვლის. ბოჭორად ეს იქნება ყველაფრის პასუხი. კი, რაც მისგან გვაქვს მე ვარ გზა ჭეშმარიტება და სიცოცხლე, მეტი გზა არ არსებობს, ერთი არის გზა. და ამას იმიტომ კი არ ამბობს, რომ მაინც მის გზაზე უნდა ვიყავით. ერთი არის გზა, ერთია ჭეშმარიტება და ვერ მოგვეტყუებს და ვერც სულ სიმდაბლით ვერ მოგვიწოდებს, რომ სულ ერთია რომ გზაზე ივით, ხო? ეს დაბლად ვითხრას, ერთია და ვერ მოგვეტყუებს, ხო? ჩვენ ეს იმას ამ შემთხვევაში გვაძლევს საშუალებას სიღრმისეულად საკუთარი თავის შეცნობის. იმიტომ რომ საკუთარი თავის შეუცნობლობა ჩვენი ხუთი ვებრძნობით ჩვენ გარესამყაროში ვიმყოფებით და შესაძლებლობა ადამიანის იმ ხუთი ვებრძნობით ჩაერთვიოს მარადისობაში იმავე დროს როცა დროში ვიმყოფებით. ის შესაძლებლობა ეძნება ეკლესიაში ევქარისტიური ერთობაში. ეს განცდა შეიძლება ბევრი ჩვენ ადამიანებს არ აქვს, მაგრამ ამისი გადმოცემა შეიძლებაია თუ ადამიანი პიროვნულად არ ცხოვრობს ამ მისტიურ სამყაროში. კი ბატონო. ფინალი მასენდება, ფილმის ფინალი, როცა უკვე ავტობუსში ზის, ქვია, რედი, აი ტრასა რო მოჩას, ის აღმართი რომ დაიაროს და იმ დროს ისეთ სიტყვებს ამბობს, რომ ეგონა უკვე მთავრდებოდა ფილმი და მონტაჟებული იყო, არც არაფერი მოახდებოდა პრაქტიკულად. ის ნახავდა თუ ვერ ნახავდა იმ ადამიანს, მნიშვნელობა არ ჰქონდა. ის უკვე მზად იყო ცვლილებისთვის და წეგანამ კითხვის დასვა მინდოდა და პრინციპში პასუხიც გამომივიდა, რასაც დავფიქრდი და მოვასწარი ამას დაფიქრება უბრალოდ. ყველაზე დიდი ცვლილება ალბათ ვინც განიცადა ციხეში, აი ამ ფილმში, უბრალოდ ფილმის მსვლელობის განმავლობაში, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ. ეს იყო მხოლოდ კი არა და ეს იყო რედი, ხო ეს შაბანია. მას არ ჰქონდა იმედი, რადგან საიმედო ჯერ კიდე ნაპოვნი არ ჰქონდა. და გასაგები არის მისი უმეტო მდგომარეობა. იქ პირობა ენდის მიმართ პატივისცემამ ენდის ავტორიტეტმა განაპირობა ის, რომ დაფიქრებული იყო, ეფიქრა, ეკონტაქტა ენდის იმედთან ეკონტაქტა და მისთვის გასაგები ყოფილიყო ის, რისი იმედიც ჰქონდა ენდის, რისგან ტოვა და სურვილიც ჰქონდა, რაც აძლევდა ძალას ენდის და უბრალოდ დაადგა იმ გზას, რომლისკენაც ენდი მოუწოდებდა და ამ გზაზე გამგარი უკვე ავტობუსში ყოფი, აი თავისი განცდების შესახებ რო ლაპარაკობს, უკვე იყო თავისუფალი. მიუხედავად იმისა, ნახავდა თუ ვერ ნახავდა მას, იქნებოდნენ თუ არა ერთად ნავზე თუ გააკეთებდნენ თუ არა სასტუმროს, ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ის გათავისუფლდა განსხვავებით ბიბლიოთეკარს რა ერქვა, განსხვავებით ოქსკი, რომელმაც თავი ჩამოიკიდა, რომელმაც ვერ მოახერხა ადაპტირება ციხის გარეთ ცხოვრებაზე. ვერ ნახა თავისი ადგილი. სულად უძლური და თან ყოველ ნაბიჯი შეურაცხყოფილი. მოგინდა რომ ბრუქს იმედი არ ჰქონდა და არავინ არ ეგულებოდა. და საყრდენი არ ჰქონდა და ენდი სწორედ საყრდენი იყო ამ რედის. ის რომ მიდის იცის ზუსტად რომ მას ელოდებიან. და ეს ამის შეგრძნება რომ შენ ვიღაც გელოდება, ეს ნიშნავს იმას რომ შენ საჭირო ხარ. ასევე მისი დამსახურებაა, სწორედ ენდის დამსახურებაა, რომ ბრუქსი ახალად ცვლილება მოახერხა. ბრუქსი რედი ახალად ცვლილება მოახერხა. იმედის წინ სახელებაში გვაქვს წმენა და შემდეგ სიყვარული და ეს გზა როგორც პალმა თქვა გზა ჭეშმარიტება და სიცოცხლე. და უარყავი თავშენი აიენა ჯვარშენი შემოიღებინე. იგივე წმენა რომელიც ადამიანს იმედი ყვებავს და ის სიყვარული რომელიც როგორც ყველა ადამიანის ერთობაში, მოცემულობაშია, ინტერესს უყოფა.
ძმენას რაც შეეხება, ძალიან ისეთი უცნობი პარალელებია, რა თქმა უნდა, პირდაპირ პარალელები არასწორია, მაგრამ მაინც გადმოვიდეთ ფილმში. ძმენა გაუჩნდა, პირველი შეხედვა რა იყო, ყველაზე მაჭანჭალა, ყველაზე უფრო სუსტი ეგონა, პირველად ეს გაგიჟდებოდა, ასე ჩათვალა, იზლავის დადო, კი ბატონო, სორი მას ეკონა დადებული და ვერ გავუმართლა სამწუხარო და ერთი კოლოფი სიგარეტი ძადა მაგის გამო, ხო ესე დაახლოებით ეს სულ შემთხვევაში. ანუ არავით არის არც იმედი ქონდა ტიპის, არც ძმენა ქონდა საიდან ექნებოდა, მაგრამ პირველად აი ამ ურთიერთობაში სარწმუნოდ მიიჩნია, ირწმუნა. შემდეგ გაუჩნდა იმედი და თანდათან უკვე სიყვარული ნაცნობობის გარეშე, ცნობის და შეცნობის გარეშე არ არსებობს უკვე. ჩვენ შეიძლება ისე შევყვაროთ მხოლოდ ჩვენი წარმოსახვა, ჩვენი ილუზორული რაღაც წარმოდგენა, ვიღაცის თუ რაღაცის, მაგრამ ჭეშმარიტი სიყვარული კონკრეტულად რაიმესი ან ვინმესი არის მისი შეცნობის შემდეგ. და შეცნობა არ არსებობს თუ კონტაქტი არ არის, კონტაქტი არ არსებობს თუ ინტერესი არ არის და კონკრეტულად ძმენა იმედი და სიყვარულის სამი სხვადასხვა დროს, თუმცა აღარც ძმენა იქნება და აღარც იმედი იქნება, იმიტომ რომ რაღაც ჯეროდეს როცა ვხედავ, ხო ჯერა რო არსებობს, ხედავ რო არსებობს, ხო იმედი მაქვს რო არსებობს, ხედავ რო არსებობს და მომწონს არ მომწონს ეს უკვე არჩევანის საკითხია და მართლა რა მასთან და ვიდეო თუ რა ჩემთან ამ კალამს ამ შემთხვევაში. საინტერესო ქალის პლაკატი ეს დამთხევა არის თუ სიმბოლური დატვირთვაც აქვს ქალის პლაკატი არა მარტო იქ ქონდა აქ მეორე მესამე პლაკატი იყო, მაგრამ აი თავისუფლებისკენ მიმავალი გზა და ეს ხვრელი რაც იყო იქაც ეყურებოდა და მას ეფარებოდა ქალის პლაკატი. ანუ ორი ძირითადი რამ ჭირდებოდა, შინაგანი თავისუფლება ჰქონდა, მაგრამ ამის რეალიზებას სცემოდა და განსხვავებული რეალური ობიექტური თავისუფლება ჭირდებოდა და იქაც იყო და რა თქმა უნდა კაც კიდე მისი ორიენტაციის გაწყობის შემთხვევაში ხალი ჭირდებოდა და ესეც არ იყო და ამოწაუყურებდა აი ამ ორ სასურველ საჭირო მისთვის სწრაფის ობიექტს უყურებდა თითქოს საინტერესო დამატებით მოტივაციას. შეიძლება ის მაგრამ მოტივაცია არ ამგონია დაჭირებოდა, უბრალოდ ორი ერთში იყო რა, ორივე ერთი მიმართულებით უყურებდა ორ საჭირო სასურველ რაღაცას, ხო, რისკენაც ისრაფოდა თავისუფლებისკენ და სექსუალური ჰარმონიისკენ და კალი ხო იყო მისეს უფრო სოლზე სოლის აგირასაც დაიბარა. მაგრამ სიმბოლური უშველა იმანა ანუ ორი შეხედა. ისე შევხედოთ სხვადასხვა მხრიდან. ისე როგორ ფიქრობთ, დამნაშავე იყო ნამდვილად თუ არა? არა. ეს ზუსტად ვიცით, რომ აუცილია. მაგრამ ისე შინაგანად თვითონ ხო ამბობდა, რომ დამნაშავე ვიყავდა იმაში, რომ ის მიმართ იმენ ყურადღებას, ანუ ეს ადამიანი თავის თავს დამნაშავეობს და იმაში, რომ მან თავისი ქმედებით იმ ადამიანს რაღაც დანაშაული ჩააბერნა ის რომ უყავარდა. დამნაშავე იყო საყარელი გაიჩინა, თვალი არის დამნაშავე, ვინმე ხოდა ესეც მარიცის და მხოლოდ მარიცის მეტად შეეძლო, მეტი ყურადღების გამოჩენა შეეძლო, თუ არ შეეძლო, ესეც მარიცის და ჩვენ ვერ იქნებით გამკითხველები, რაც არის ეს არის. შეიძლება მართლა მე ჩანაფიქრი ჰქონდა და ის ჩანაფიქრი სხვა შეასრულა. ჩანაფიქრი რაც ჰქონდა, სინთრონეშივე გადაიფიქრა, სინთრონეშივე მოიფიქრა, რომ გამოფხიზლებიო, სინთრონეშივე გადააგდო, ესე არ არის, რაც ნამდვილად ცოტა შემთხვევაში სანდო არის, ის რაც იქნება და ამიტომ ამ კუთხით დამნაშავედ ვერ გამიხილავთ. დამნაშაულებრივი აზრი ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოვიდეს ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ როცა საბოლოოდ ყალიბდებით არჩევანზე, ეს არის ჩვენი პოზიცია. მაშინვეც არა უბრალოდ შემთხვევით ხელი შეეშალა, არ შეშლია ხელი. დამიმართლა ის რომ მლადი წუთში არ მოვიდა, მლადი წუთში რა მაგრამ გავარა აფექტმა და სინთრონეშივე მოიფიქრა ის რომ გამოვიზინებოდა გამოძინების მერე არ ვისვოდი და არ ვისვოდი, ხო რაში განზრახვა არ ქონდა ისეთი ჩამოყალიბებული, განზრახვა რო ქონდა ისეთი კვეთა და ნატრა ჩამოყალიბებული, იმას გააკეთებდა, არ იყო ბოლომდე
ჩამოყალიბებული ან იმ დღესვე გააკეთებდა, იმ ღამესვე უფრო სწორად, ან კიდე გამოიძინებდა და უფრო კარგად გეგმავდა, უფრო სუფთად მოკლავდა და სუფთად დარჩებოდა. ტიპიური მკვლელი არ იყო მაშინ არის, ამიტომაც სიმწვალეში რომ გადააგდო ეს იარაღი და განცდა ქონდა რუსული მთავრობა, მეგონი არა. არ ვიცი სამწუხაროდ არ გვაძლევდა ალბათ მანამდე ვერ განიცდიდა ციხემ მიახვდა რომ მან მიიყვანა თავისუფალი ამ მდგომარეობამდე ანუ მორალურად განიცადა ყველაფერი გარდა იმისა რომ არჩევდნენ არა ექსერტარ ჩანს სული მან მიიყვანა ამ მდგომარეობამდე იმ ხალის აპოლოგეტები რო გავხდები ხა ის იმან უღალატა და იმუშო მაგრამ აქ საუბარია ადამიანის ქცევაზე, როგორი იყო ის? მე ამ გეოზერ საუბრობ. ხო, მაგრამ ენდი ლაპარაკობს უკვე ცოტა მიახლოებულია პირველ უზრუნყოფილებას და სხვანაირად ხედავს მის ცხოვრებას, როგორ შეიძლება რომ მაშინ მოქცეულიყო, თორე კი არ ძალადობდა და კი არ ჩანს ეს როგორ მიიყვანა. ისიც ეუბნება, რომ შენ შეიძლება არ იყავ კარგი ქმარი, მაგრამ არ გისურვებია. ანუ კარგი ცოტა ისეთი მცნებაა რა. კარგი შეიძლება ვერ ვიყო კარგი და მაგრამ მან ნაუბიძგოს იმ შეცვალოს შანსი შეიძლება აღარ ქონდა მას შემდეგ რაც გაიცნეს ცოლ-ფარმა ერთმანეთი უკვე ცოლ-ფარმა საკმარისად არის ხდება ხო და არის ის საბაზრო ეს რეგულებას თუ შევხედოთ ახლა ცოლ-ქმედება როცა ადამიანური ფაქტორი არის მე და ის და მე შეიძლება ისე მოიქცე თუ ის ვერ დაინახოს მომავალს უყალოდ და ხოლმე და ხოლმე ადამიანური ფაქტორი გონებაში იქნება თუ საქმეთ იქნება ღალატი ყოველთვის შეიძლება არსებობდეს თუ აქა ზნეობრივად დაებრივი არ ეჭვება მე ღმერთის წინაშე მაინც ღმერთი ყველაფერს ხედავს და იქიდან ჩემი შიგნიდან ალვაზე უფლებას მოუღალატო და აგერ ეს ღალატის მიუღებლობა ყოველდღიურად შეიძლება ის ადამიანები დებულებაში შეიძლება და ენდი ალბათ არ ღალატობდა ყოველ შემთხვევაში არაფერი ჩანს მსგავსი მაგრამ საკმარის ყურადღებას რო ვერ იჩენდა და საკმარისად კარგი ურთიერთობა ვერ ჰქონდა ცოლთან, ამით მივეციო საშუალება, ამით უბიძგეობდა და ჯავრობდა და ეს ის მან მეჩენელს ეცამია რომ ლოგიკური ცხოვრება ესეთი ლოგიკური არ არის და ასევე ვიცი მოხდება ეს ასევე ვიცი სწავლობ კარგად მოხდები ახლა ასე რომ მე ამ შემთხვევაში ენდის წინააღმდეგ ენდის ადვოკატი ვიქნებოდი და შევეცდებოდი ენდის სხვანაირად მევიქრებია და არ დამეტოვებია თვითმაში. ჩავარდა იქ როგორ მოიქცა, გადაწყვეტილება როგორ მიიღო, ანუ ამ არალოგიკურ პროგრამებზე ემაზია რა. ანუ არ გაჩერდა რა ის ბიბლიოთეკარი ვარ რა ის ანუ საკარი სხვა სიტუაციაში რომ მოხდა ვერ გავუწვა და მე იქა თავი ანუ არიარება არ რეალიზაცია რაღაცა და აღარაფერი არ იყო არაობა იყო და ის არალოგიკურად მოხდა იმ სიტუაციაში ანუ არ გაჩერდა რა იმუნე და დაფიქრდა და შეაფასა ეს მოკლედ შეიძლება ბიჭებში იყო მაგრამ თუ თქვენ ხარ იქიდან ანუ არ შეიძლება არ ეკუთვნოდა მაგრამ მოხდა შეიძლება არ არის ეს არ ვიცი ეს მაგრამ მოხდა ოი ფილმშიდაც არის რომ ასე ცხოვრება ბავშვი იმ ბავშვი მითო კი არ ეხმარება რომ ანუ ის არამეს ელის ანუ სიკეში პროცესის ადამიანად რომ დაიქცნოს თავი თვითონ ადამიანად იქნოს თავი და საჭირო რაღაც ახალი პროექტი დაამთავრდა და ახალი პროექტი უნდა წამოეწყო ხო საჭიროების გარდა ფიგურებსაც მაგით ვაკეთებ და ჭადრაგის ფიგურებს საინტერესო საერთოდ ჭადრაგზე აქცენტი აქაც გონებრივი სპორტით როგორ დავარქვა მას ინტელექტუალური კემატონდა ანუ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი რაც შემოგვიდგენელი კომპონენტი რაც გვჭირდება როგორც აღჭურვილობა როგორც საშუალება აი ამ გზაზე გასავლელად და იმ ბარიერის დასაძლებლად გასათავისუფლებლად საბოლოოდ გონიერება გვინდა აუ უკაცრავ ბატონო ენდი გადავჩინა რა გონიერებამდე იმედმა ეს გავიგე პირველ რიგში სოველი უნდა და გონიერება რა ქონოდა ვერ მიხვდებოდა რომ შანსი ქონდა და მოუწევდა ხელის ჩაქნება და შეეუებოდა მაგრამ გონიერება იყო და პირველ რიგში ნება ანუ სული ნება ძალიან თავარი რაზეც რითიც იწყება საერთოდ ყველაფერი და ნების განხორციელების საშუალება ისაა გონიერება ოღონდ ეს მოქმედება ხარგასინთალის ანუ შეუპოვო დრო და შეუპოვო რა არის ადამიანს აი შეუპოვო აი ეს მეც აი რა არის ხო არ არის რომ როცა რაღაცა
თუნდაც პატარას გააკეთებს ადამიანი უკვე თავის თავში წმუნდება და მერე უკვე ან თავის იმედი ადამიანს ცუდი გაგებით არ რომ სწორი გაგებით როგორ ეწდება თავის ანუ იმის რო აი რაღაც თქვათ რაც ვიღაცისთვის შეიძლება შეუძლებლად ჩანდეს ვიღაცამ შეიძლება ძალიან ისე თქვათ რომ ეს გამომივა და გააკეთოს და მიაღწევს დიდ რაღაცას მიაღწევს ის საკუთარ თავში არის ადამიანი დარწმუნებული ყარად დარწმუნებული მას აუცილებლად გამოუვა გვესმის ასეთი რამ მაგრამ ეს ასე არ არის ყოველი მე შეიძლება ბევრ რამეში ვიყო არასწორად დარწმუნებული საკუთარ თავში რეალობას შევეჯახები და დავიშლები მარტო მომრავლებად ეს არ შეიძლება რაც შეიძლება ობიექტური აღქმა უნდა ქონდეს საკუთარი თავის და ენდის საკმარისად ობიექტური აღქმა ქონდეს შესაძლებლობებს საკმაოდ სწორად საზღვრავდა და არ ხდებოდა იმედგაცრუება, არ ქონდა სრული იმედები, ქონდა მიზანი და ქონდა ის ზავა, რაც ქონდა და იმ ზავის შესაბამისად როდესაც როდესაც იქეს უფროსმა უარი უთხრა შემდეგ რომ ან მათაც არ დაკარგა იმედი და კიდევ დაიწყო ესეც იმის გამო უნდა იყო რომ მან არტის არ გარჩევდა და შემდგომ ისევე გააგრძელა რასაც აკეთებდა და სხვათა შორის იქ პირველ ნახვაზე და პირველი ნახვისას ისიც დაბეჭდილება დამჭა, როცა მოითხოვა ეს ჯაგუჩი იქიდან დაიწყო ყვეჭრა, მაგრამ ახლა მეორე დრო ნახე ისეთი ფრაზა იყო. დაიწყო, კი არ განაახლა, დაიწყო, მაშინ გადაწყვიტაო, რომ მაშინ გადაწყვიტა გაქცევა, რომ გამოდის რომ როცა უარი უთხრა გამართლებისთვის რაც საქმის აღძროზე და ასე შემდეგ, როცა გაიგო ტომი, ხო? ტომის სიკვდილი რომ გაიგო, აი ესე თქვი ტომის სიკვდილის შემდეგ გადაწყვიტაო გაქცევა. ტომი ინფორმაცია ტომი რომ მისტერ აკრია ახალგაზრდა ბიჭი რომ ხო წერა-კითხოს კი წერა-კითხვისაც ასწავლდა ამ ბაგის მე გადაწყვიტა სიკვდილის შემდეგ ამ ეს ერთი თვე და მეორე მეყოლებით კიდე იფიქროსო და მეორე თვეც ხო დავამატეს გარცენი ხო პინსკოე დირექტორს აღძრობინა რომ დედას გიწირიყო რა არა ეგრევე ვიწყო დირექტორს და და მაგასთან მუშაობდა და მე ესეთი დამოკიდებულება მქონდა ოღონდ ჭკვიანურად არა ბუნტარ როგორც მოხდია მე შედედას გიწირებ ჭკვიანურად და დედას უყირებდა და თვითონ რეჟისორმა გვაქვს მასალცნობია ეს ვერ გამოდიოდა მასალცნობია თითქოს დირექტორს არა მას კი არ აქვს ხო მას გავიგობრეთ და მაგიტო იყო ეს რეპლიკა ჩვენ ვიგრძე ეს რეჟისორული ხრიკია ამ ჩამონულის აცოდავად ისე მონურად განაგრძო ჩვენ ვიცოდით რომ ეს მონობა მას არ უღირდა და მას სხვა გეგმა და სხვა იმედი ეს ვიცოდი თორე სადაც არ იყო დასათმობი ბოლომდე იბრძოდა და სიკვდილზე მიდიოდა და მე ჩემი აზრით მაგათ აი ბიჭის პროლოგის შემდეგ გადაწყვიტა აქცევა რომ რაღაც არ მქონია ყოფილიყო იმიტომ ის როცა შევიდა თავიდან მქონდა მაგას ეკომაში რომ იქ ის პირველას რომ მოკლეს ის საერთოდ არ მოკლეს მაგიტომაც ვიქიქრე ხო ეს ყველაფერი მაგრამ აი ერთი რომ მოკლეს სულ თავიდან პირველი რომ იქ აი მაგას გადაწყვიტა რომ აი ის ადგილი არ იყო აი მაგას ისე სადასტურებს რომ ჯიბი გამოგონდეს რამე ხო მაგრამ იქ არის ერთი კადრი წერილი იყო ფაქტია ეს ფაქტია ადრიდან მოიწყება ამის გამოტანა ადრიდან თავიდან რომ შეიძლება მაგრამ ეს კადრი არის იქ როდესაც ანუ უკვე რეჟისორი გვიჩვენებს როდის დაიწყო ამან ამის თხრა და ის რეალურად ეს წერა თუ რა ქვია ჩაგუჩი მოითხოვა მართლა იმით რომ რაღაცით დაკავებული იყო და კვები გამოიტანა იმიტომ რომ მანამდე იქ ჭადრაგზე არის საუბარი და ის დავაჭერდა და რაღაცას წერდა და იქ რაღაც მომენტში ჩაალო და იქ აღმოაჩინა ანუ უკვე შეიძლება აქედან რაღაც გამოვიდეს და რეჟისორი მაგაზე მიგვიტიტებს რომ აი მაგ კადრით აშკარად ხაზგასმა არის რომ აი იმ მომენტში მიიღო გადაწყვეტილება რომ გავიქცე ანუ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რეალობიდან გამომდინარე ვიმუშაოთ, ვაკეთოთ, ვიბრძოლოთ და არავითარ შემთხვევაში ზედმეტი ბრძოლისთვის არ გავწიროთ საკუთარი თავის ზედმეტი ხარჯისთვის. თუკი ჩვენ არ შეგვეძლებოდა გაქცევა არასდროს, იმის ისე იქნებოდა კედელი ან ისეთი შემადგენლობის იქნებოდა ამ შემთხვევაში გამიცრულდებოდა იმედი, ხო? მიყვა და სადაც ნახავდა ბარიერს, იქ გაჩერდებოდა და მაინც საკმარისად თავისუფალი შინაგანად, საკმარისად კმაყოფილი თავისი არჩევანების შესაძლებლობის პარალელში მოქმედებდა ყოველთვის და ეს არის მაგალითი და ნიმუში ჩვენთვის. და ის რომ თავიდანვე რისკი იყო, მაგრამ კიდევ უზრუნველყოფა. ეს თქვენაც გაიხსენეთ, რომ თავიდან რო გამოხდა, ხო ეს ადრეული კადრებია. ეს არ იყო შემთხვევით ერთი ცალი რო ჩამოვარდა. გამოხდა და ის რაც
ახლა მეორე ნახვისას დაგჭა ეს სიტყვები, როგორც ჩანს, ან არასწორად ვერ გავიგან, შეიძლება მართლა lapsus გაიგარა მონტაჟის დროს რაღაც რეჟისორსაც ეგეც ხდება, ეგეც არ არის გასაკვირი, რომ ეგეც იყოს. ანუ გადაწყვეტა, მესამე ვარიანტი კიდე რა გვაქვს, რა შეცდომაზე ვისაუბროთ რეჟისორის და ფილმის დაწყობაზე, შეიძლება იყოს ის, რომ გასულიც ვიყავი, მაგრამ რო ვთქვა, რომ გიждებული გაქცევაზე, არც ასე არის. ციხის კაცი ნამდვილად, ციხის ადამიანი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ჩემი რედი არ ყავდა. ჩემი კიდე ადამიანები არ ყავდნენ. გავასწროთ თორე გამოუპატიურებენ, ასე აღარ დგას საკითხი. ანუ საკმაოდ აწყობილი მაქვს ცხოვრება. ვიდეორებ ციხის ადამიანად ვერ დავუბრალებ ამას, მაგრამ აქაც კაი პონჩი. შეიძლება ესეც და მე გადაწყვეტა ვთქვა. ამიტომ რომ პრაქტიკულად მაშინ მე მოხდა გაქცევა და გადაწყვეტა და თან გაიცა ასე არ არის. მე არ გასულა წლები. პრაქტიკულად მზადები, ბატონო? მალე წავიდე. ხო, არ გამოდის რომ გასაქცევად უკვე მზადი ხო და გაიქცეოდა თუ არ გაიქცეოდა, რა ეჩქარებოდა, ცოლი გარეთ არებოდა და ის საკმაოდ მომენტს ელოდებოდა ალბათ. და ის ხელსაყრელი მომენტი იყო, ზუსტად ჭეკახოხელის იყო და აი ის ხმალს გამოიწვევდა და ჭეკახოხელის ხმას დაუნთხვია იმის. კი. ჭეკახოხელი იმ მომენტში წინასწარ არ ჩანს, ახლა ყოველთვის აღარაფერს არ მოჩვენია, ცხადია. გონი მაგან დაამტკიცა მაგით რომ ციხეშიც სამართლიანობა დაამტკიცა. ანუ ახლა 19 წელი ჯერ გავაკეთე ეს არის ანუ როგორ უნდა მოითმინო 19 წელი ჯერ გაზიდო ხან და გამოვხარობილო. ანუ შვიდად აკეთებდა ამას და ამას იმიტომ არ აკეთებდა რომ მას წუროდა თავს პირას. ამან გააკეთა იმიტომ რომ ის თავისი სიმართლე დაემტკიცებინა უბრალოდ შვიდად წნარათა ამასა და გამოვიდა. სწორ პოზიციაში ყოფნა წუროდა და იყო რა ასეთი ციხესხელი არ შეუძლია ის რომ სწორად ეცხოვა, სწორად ემუქნედა და დინებას არ მეყროდა. Ora, კაცებო, მიღაცები თუნდაც ის უბნაც ამიპირე თავპატებები შეიძლება მარტო ამან დაგშალოს. რა თქმა უნდა. ეს ის მხარად იყო, ძალიან იყო, ხარი ფასიკის ადამიანები თუნდაც არის. მაგრამ ყველა სიტუაცია ხო არა. აი დაიმოში შეიძლება მოხდე და საერთოდ დაიშალო. ერთ-ერთი ალბათ ეს ფილმი და სარგებლობს გვაძლევს. ის არის ის რომ motivatsias gichens ai uqureb films auqureb da sitqvebs ღებულობის ეს და სიუჟეტს ხედავ ისეც რომ შენში აღძრავს შეიძლება უკვე ჩამქრალან ცოტა მიძინებულ სულს მინამდე მისაღწევა და აი სიტყვა შეუპოვრობა და დრო აი თქოს გაღვიძებს და აი შეგახსენებს რომ შეუპოვრობით მიაღწევი შესაძლებლობსაც დასახური აქვს სხვადასხვა შეიძლება იყოს ეს მაგრამ აი კითხვა ალბათ ყველა ადამიანს ეს დაინტერესებს რომ აი შეუპოვრობა უზნაძესაა ნათქვამი რომ ქართველებზე ვაბარახობს რომ ქართველი აერთებადა და მე უკვე გზადასრულებაში გქრება აი როგორ შევინარჩუნოთ აი ეს მდგომარეობა რომ მუდამ იყო ანთებული და მუდამ შეუპოვარება შემისნისკენ საუბარს ხო სიტყვა დრო ამ შემთხვევაში არის ის რომ ყველაფერს ჭირდება აქვს თავისი დრო, ყველაფერს ჭირდება თავისი დრო. მე მომინდა და უცებ უნდა იყოს, არ უნდა იყოს და თუ ეს სრულ იმედი არ გვაქვს, რომ ეს ახლავე რეალიზება მოხდება და სწორად ავუყო, დროში სწორად არის ეს დალაგებული და სწორი მოლოდინები გვაქვს ამ შემთხვევაში შეუპოვარი ხრჩები და დროში ვაგრძელებ და ვაგრძელებ აი როგორც ეს კაცი აგრძელებდა დროში კი როგორც ეს კაცი ხო თავისი შესაძლებლობის პარაგრაფში შეეცდება, თავის შესაძლებლობის პარაგრაფში ცნობების კორექციას და შევადაროთ, მაგალითად, ჭკვიანისა და ბრძენის შემთხვევა, ჭკვიანი ნებისმიერ მდგომარეობიდან გამოდის. ბრძენი იმ მდგომარეობაში თავს არ ჩარდებს და თავდაპირველად მისი ოჯახის მდგომარეობას ადამიანი ცოლი მოიყვანა, თუ ცოლი მოიყვანა ის ადამიანთან პიროვნულად ურთიერთობა დაუკავშირა ადამიანმა. ერთადერთი ჭეშმარიტება შესაძლებელია თუ მაგალითობა შესაძლებლობა და მხოლოდ ხორციელი ურთიერთობით არ არის. თუ ის არის პიროვნულად ერთმანეთიდან გაიცნობა ადამიანი, მანდა რაღაც შეუძლებელია ეს შემდგომი პრობლემა აღდგება. და კინოზე თავიდანვე თუ ჩვენ შევხედავთ ჩვენი ცხოვრებას, თუ ჩვენ იმ კანონზომიერებებს, რომელიც ამ ცხოვრებაში არის სულიერი, ფიზიკური, ყველანაირი კანონზომიერება, თუ მის პარალელში ჩვენ სწორად ვიქცევთ, ჩვენ იმ განსასწრებში და იმ ციხეში იმ ჩვენ თავისუფლებას არ ვაყოთ და იმ ჰარმონიაზეც არ ვწდეთ. ამ დრო ნამდვილად არის პოინტი, ვიდრე ციხეში მოხდებოდა.
მაგრამ გამოცდილებები დააგროვა, დამტკიც და საჭიროებებმა გამოაწვით, ასე ვთქვათ, ვიღაცა დაინგრევა და ამ შემთხვევაში ამის გამომართლება საკმარისი რესურსი აღმოჩნდა და ანუ საკმარისი იმისთვის, რაც გააკეთა. Ჩვენ შემთხვევაში ზედმეტი თავდაჯერებული თუ ვარ, წებანდელი თემა ვერ დავასრულებ, ზედმეტად თავდაჯერებული თუ ვარ, რა თქმა უნდა, ქაუტრად არასწორად ვიმოქმედებ, არასწორ რაღაცებზე დავდებ ψონს და დავზარალდები სულიერად იქნება ფიზიკურად, მატერიალურად თუ ასე შემდეგ. შესაძლებლობა თუ სწორად ვიცი, შესაძლებლობას უკვე ბევრად მეტი შანსია, რომ სწორად გამოვიყენო და მიზანს მივაქციო. მიზანი უნდა იყოს ყოველთვის საშუალების შესაბამისი, მაგრამ საშუალებაც უნდა იყოს სწორად აღქმული და რესურსი, უნარი, შესაძლებლობა, თავმდაბლობა არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა არ დავინახო ჩემში. Დავუშვათ ვიცი, რომ შემიძლია 5 მეტრზე აღტომა ადგილიდან არ რეალურად რაღაცა სხვა, მაგრამ მაინც 5 მეტრი იყოს და თავმდაბალი ვარ და 3 მეტრამდე ავდები. არა, ვიცი რომ 5 მეტრზე შემიძლია აღტომა და იქ ვიღაცას უჭირდება 5 მეტრზე გადახტობით ვიღაცას შველა, აუ მორიდებულობის გამო არ შემიძლია, რა ზუსტად ვიცი რომ შემიძლია და გადავხტები და ვიღაცას დავეხმარებ. ანუ ნებისმიერ საკითხს როცა ეხება, რაც შეიძლება ობიექტური შეფასება უნდა ქონდეს და რატომ? არა მარტო იმიტომ რომ თავმდაბლობა კარგი რამეა, ისე კარგი რამეა, კაი პონტია, კარგი ჟარგოზეო, არამედ ერთადერთი სწორი ხედვა არის. თავმდაბლობის სწორი ობიექტური თვითშეფასების მიღმა არის რა აპარტამენტება, აპარტამენტება არასწორი ხედვა არის. რაღაცას რომ ხედავდა ამაყოფეს კი არ არის, რაღაცა მეჩვენება სინამდვილეში რაც არ არის იმას ხედა, ვის მგონია და მაგიტო ამაყოფ თორე რაც რეალურად არის, რა არის ამაყო, სასიხარულოა, სამადლობელია, კეთილად გამოსაყენებელია, მაგრამ აპარტამენტების და სიამაყის ადგილი არ არსებობს, როცა რეალურად დავუშვათ მინდა სახლი ავაშენო და მაქვს 500 აგური, ხო? აუ 500 აგური საფსალია ვაუსთვის, ხო? ავიღე ეს პირველი აგური, აუზილე, დავასხი, მეორე, მესამე და ვაშენებ ამ 500 აგური. 300 აგური მაქვს, 300 აგურია კიდევ წამოვაშენებ და ასე შემდეგ. ანუ არ არსებობს საფუძველი გონიერი ადამიანისთვის ამ პარტამენტების. რაც უნდა დიდი ნიჭებს და უნარებს ხედავდეს, ვერაფერი ვერ გაამპარტამებს, თუ კი გონიერია და თუ კი ამ უნარების სწორად მიმართვა შეუძლია და სწორად შესაბამისი მიზანი აქვს არჩეული. მიზანი მოითხოვს მიზნის განხორციელება, მოითხოვს ამ საშუალებების ბოლომდე გამოყენებას და არ მოწდება ადამიანი და არ დაიგნება აპარტამენტებისთვის, კეთილობისთვის და რაღაც ასეთი სულიერებისთვის. ზედმეტი რწმენაც ისევე პრობლემურია, ახლა ამ სიამაყის გარეშე და აპარტამენტების გარეშე ისე რატომღაც მგონია, ასე მასწავლის, რომ თუ ბოლომდე დარწმუნებული იქნები, ასე იქნება. ასე მოხდება, ხო? დავუშვათ, თუ კი გაქვს დუბლის მარცვლის ოდენა რწმენა და ეთქვი ამ თას აღმოიფხერ და დავარდი, ასეც მოხდება, ხო? სინამდვილეში ასე არ მოხდება. რაც უნდა ცხადად ვიცოდე და სულ სხვა რამეს გვეუბნება უფალდა, მაგითო ახლა ვეთ, რაც უნდა ცხადად ვიცოდე, რაც უნდა ყარად მწამდეს, რომ ამას ცეცხლი წაეკიდება, ცეცხლი ამას არ წაეკიდება. მაგრამ მე თუ ჭეშმარიტ რწმენაში ვარ, რას ნიშნავს ეს? ჩემი შინაგანი ხედვა, ჩემი სულიერება ბოლომდე არის შეერთებული, შერწყმული უფლის ხედვასთან და თუ კი ჩემი ხედვა და უფლის ხედვა ერთია, ზუსტად იმ დროს მოვინდომებ, აი ამას ცეცხლი წაეკიდოს, წმენით ეგრეთ წოდებული. ზუსტად იმ დროს მოვინდომებ და ძველი თქმის ერთ-ერთი წმინდანივით მზე შეღომდეს, ეგ საქმე რომ მაქვს კიდე და შეღომდეს, ხო? როცა მზე ისედაც შეღომდებოდა. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა უფალმა იცოდა და ასე შემდეგ. წმენაში ყოფნა ერთადერთ შემთხვევაში არის აცხოვნებელი, ერთადერთ შემთხვევაში არის დამხმარე და სწორ გზაზე მატარებელი ჩვენი, თუ კი რწმენა არის ჭეშმარიტი უფლის. ჭეშმარიტი უფლის რწმენა, უფლის შეცნობა, უფალთან თანაზიარობა, სხვა არის ასე მგონია და მაგრად მგონია და თუ არასწორად მგონია, რაც უფრო მაგრად მგონია, მით უფრო მაგრად დაიმტრები და მით უფრო მაგრად დაიშლები წინააღმდეგობას რომ წააწყდები. დარწმუნებული ვარ ახლა ამას, რომ ცეცხლი წაეკიდებ, ვერ წაეკიდებ. წმენით უძახი თავს, მაგრამ ახლა მაგჭულაზე ამ და ახლის გადახდეს და გამოხდეს, მაგრამ სად რა ქვია? ჩემს წმენა, ეს არ არის წმენა. ჯადოქარი ვარ, მაგი ვარ, ეს არ არის წმენა. მე გადავწყვიტე რაღაცა და არ არის ეს წმენა და სადაც წმენა, იქ არც თავს ვეთქვი, არა იმიტომ რომ უბრალოდ არც გამოვცდი თავს და არც სურვილი გამოვცდი. წმენაში მყოფ კაცს არ უჩნდება სურვილი რომ თემი გადადგას გადადგას. და სრულ წმენაში მყოფ ადამიანს არც იმის სურვილი უჩნდება რომ მოკლედ არანაირი სურვილი არ უჩნდება იმის მეტი, რაც თვითონ უფალს გაუჩნდებოდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში და თუ უფალი არ ასრულებს ამა თუ იმ სასწაულს, არც მე მექნება ამა თუ იმ სასწაულს ასრულების სურვილი. როცა ჭეშმარიტ და სრულ წმენაში ვარ. სულ სხვა განზომილებაა. სხვა წმენად წოდებული
ხარი თვითდაჯერებულობები, თუ თავდაჯერებულობები თუ რაღაც გაჭედილობა რომ ასე მგონია, არის ჩემთვის მავნე და ხშირად დამოკიდებელი ფაქტორი. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ჭკუიდანაც შემშალოს, მაგალითად დარწმუნებული ვიყავი, ახლა რა არის ნოემბერია 24-ია დღეს, 24 ნოემბერს უკვე მილიარდერი უნდა ყოფილიყავი და ან საშინად იმედ გაცვლებული ვარ. ან კიდე არ იცით ხო? ესე იგი, 9 მილიონი ხო იმას ვაჩუქე, 3 მილიონი იმას ვაჩუქე. ახლა ბოლომდე არ მინდა ყველაფერი თქვა, სად რამდენი მაქვს ანგარიშსა. აი ახლა მე რეალურად ელაპარაკებით, ჩემი ბოდოებს გიზიარებ, მე ნამდვილად მჯერა და ნამდვილად წავს, რომ ასე მაქვს. მილიარდი უკვე მაქვს. დღეს 24-ია, დღეს უკვე მილიარდის პატრონი ვარ. ეს ისე ცხადად გონია, როგორც მეგონებოდა რომელიმე თქვენგანს ფიქრობ მდგომარეობაში ჩაიგონებია რომ მილიარდერი. ზუსტად ასე მგონია. მე შტავაგონე მე გავჭედე ჩემი თავი ამ რწმენაში. ამას ხო ის რწმენა არ ქვია რომ შესაძლებელს უფალი გორაფრაკი ხო? ამ რწმენაში გავჭედე და მე ვარ მილიარდერი. მე გავთავისუფლდები და თუ ვერ გავთავისუფლდები, ან დავინგრები, ან კიდე თავისუფლებობანას ვითამაშებ და აქ ციხეში იმპერატორი მეგონებათა თავი, ან სალოსობანას ვითამაშებ და ყველაზე უფრო მაგარი ტიპი ვიქნები იქ ციხეში, რომ ცემენ და ამას ასე ავიტან, 1000-ნაირ შეურაცხყოფას მოვაყენებენ, ინზურათვიბლი, ასე ვიქნები, ისე ვიქნები და თან ყველაზე მაგარი ტიპი ვიქნები, იმიტომ რომ მე ჯერა, რომ ეს ასე უნდა მოხდარიყო. ასეთი რამ არ დამაყნია ენდის და ამიტომ მაქსიმალურად სიზუსტე გჭირდება მიზნის დასახვისას ჩვენი რესურსების შეფასებაში, ჩვენი შესაძლებლობების შეფასებაში. რაც შეეხება მიზანმიმართულობას, უზნაძე ვახსენებ და რატო აკლია ქართულს? არ ვიცი კონკრეტულად ქართულს რამდენად უფრო აკლია ვიდრე სხვას. ბევრი შეიძლება ვასწრებს კიდეც ამ ნაკლებობის თვალსაზრისით, ბევრი არის ამაგები, ბევრი ეთნიკური ჯგუფი თუ სხვა, მაგრამ თავარი რა არის? მე რო ახლა ამის კეთება დავიწყე. ერთ შემთხვევაში მომბეზრდა და აღმოვაჩენ, აი ახლა აღმოვაჩენ, იმდენად აღარ მდომია, რამდენადაც მაშინ მეგონა. ახლა თუ იმდენად აღარ მინდა და დაფიცებული მაქვს და დაგინებული მაქვს, რომ ბოლომდე მევარ. აღარ მევარ, დამთავრდა. მაგრამ თუ კი დღესაც ამის საჭიროება არის, სანამ არის რეალურად ამის საჭიროება, სანამ მე გამიცე ამის საჭიროებას, მანამ ვაკეთებ. შეიძლება არც კი მიხაროდეს, არანაირი ენთუზიაზმი არ მაქვს, მაგრამ საჭიროების გამო ვაკეთებ. ანუ სხვადასხვა მიზანი, სხვადასხვა საქმე, რომელსაც ვადგავარ, რომელსაც ვახორციელებ, სხვადასხვა პროცესი, სხვადასხვა განცდებს და სხვადასხვა სტიმულებს საჭიროებს იმისთვის, რომ ბოლომდე იქნას პეპანი. შეიძლება მართლა ყოველ ჯერზე უკეთესი და უკეთესი რაღაც მოფიქრდებოდეს და ამიტომ ტოვებდე წინა წამოწყებულ პროექტს. თუ კი ეს მართლა უკეთესია და იმჯერად ეს მართლა უკეთესია, ამ შემთხვევაში ვერ ეტყვი, რომ ცუდი ქართველი ვარ და უნების ყოფილი ვარ. თუმცა ამას სჭირდება სწორი შეფასება. გარედან თუ შეფასებელი რაშობს მაგას, თუ არა ისე საკუთარ თავზე უნდა ვიყოთ დამყარებული, რომ სწორი თუ შეფასება მოვახდინოთ. მართლა უკეთესი ეს თუ უბრალოდ საწვავი აღარ მეყო ამეზარა და ახლა ვამართლებ ჩემ თავს იმით, რომ ეს უკეთესია. ძირითადად რომ საწვავი აღარ მეყო. ხო. აი ეს საწვავი რეალურად დღის განმავლობაში ადამიანს ჭირდება რამოდენიმეჯერ რომ ჩაისხეს. და ჩასხმის მომენტია, როდის ხდება ჩასხმა. ჩასხმა ხდება მაშინ, როცა ვიხსენებ საით მივდიოდი და მარტო ამას კი არა. რატომ მივდიოდი? და როცა ბოლომდე ჩავდივარ, რატომ მივდიოდი? აი ის მაშინდელი სურვილი, რამაც აღწერა მაშინდელი განწყობა, რამაც შემიქმნა და დამაგებინა ესა თუ ის საქმე, აი ახლაც ისე ძლიერდება, ისე ავენდები სურვილი და თითქოს პირველი დღე იყოს, ამ პირველი წუთები იყოს, ამ საქმის პირველი წუთები, ამ პირველი წელი გააჩნია რამდენი წლიან პროექტზე და საქმეზე საუბარი ხო? ისი ავენდები და მართლაც ახალ საწოლჩასხმული, ახალ ანთებული ვაგრძელებ იმ პროექტს. თქო, ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ არ მოვიტყუოთ თავი და მიმდინარე საჭიროებები ობიექტურად აღვქვათ. შეიძლება მთელი ცხოვრება რაღაცას ვაკეთებდი მიზანმიმართულად, სწორად ვაკეთებდი მაშინ, მაგრამ ამის საჭიროება აღარ აქვს. როგორც იქნა, ავაშენე ის ბუხარი, მოვაწყო ყველაფერი და ამ დროს მოდის ელექტროენერგია, შემომიყვანეს სახლში, გათბობის სისტემა აწყობილია, უფასოდ ამ და ის რომ ეს გამათბობდა, აღარ აქვს ამას ამის ფუნქცია. ამ შემთხვევაში მე მაინც ისევე გახრებული ვიქნები, როგორც დამემთავრებიოს და ამაზე ვთქვებოდი. რა მნიშვნელობა აქვს? მე რაც უნდა მეკეთებინა ის სწორად ვაკეთე და ახლა ამაზე გავთქვები, ამ უფასო ელექტროენერგიით გავთქვები, მნიშვნელობა არ აქვს ამას. ვინმე იტყვის, რომ ფუჭად გიკეთებიაო, ეს ვიღაცის შეხედულება. მე ხო მისი ტაშისთვის და მისი აღიარების რა გამიკეთებია ეს. და თუ მისთვის გავაკეთე, ესე იგი არასწორად შეფასებია, არასწორად
ჰქონდა მოლოდინი რაღაცას, აქაც გასწორდა რაღაც. ცრუ მოლოდინისგან, ცრუ იმედისგან გავთავისუფლდი, და სამსხლების ხარისხი ემაგდა. უფრო მეტი ვიცი, უფრო სწორად ვიცი, უფრო სწორად ამოყვან რეალობას და რეალობებს. ისე გამოვიდა ეს კუცები, სულ ყველა წელი აქ ფილმის ყურებისას. ჯერითი რომ ამოკითხვა მიჭირს, რა შეიძლება ცოტა გაგრული ხელით. თან ექიმის ის კალიგრაფია ხო ვიცით, ისეთია რომ ჩვენ თვითონ ვერ ვეთქულობ და იცით რა კითხვა მოგეთ შეიძლება, აი? იქ ერთი მომენტია, ის რო ეუბნებიან, რომ იმ ბიჭმა ჩააბარა, გამოცდაო და ეს კარცერში ის და გაეღიმა. აი მე რა მოინტერესებს, გაეღიმა, იმიტომ რომ მან თავისი შრომა ჩადოა ადამიანში და მან ანუ თავის მნიშვნელობა ის რომ სხვა ადამიანს დაეხმარა. გაუმართა. იგივე რო გაეგო, მან ჩააბარა, თქვა, მაგრამ თვითონ არ გაეწია მასზე შრომა, ხო სხვას მოემზადებოდა. იგივენაირად გაუხარდებოდა და თუ არ გაუხარდებოდა იგივენაირად ეს იმას ნიშნავს რომ ადამიანი ყველაფერს თქვა რაღაცას თუნდაც სიკეთეს რო აკეთებს რაღაც ეგოიზმი დევს იმაში თუ უბრალოდ მის შემოქმედებას ხედავს ამაში და არაფერი ცუდი ამაში არ არის ეხლა ორი კალამი აქვს კი მივხვდით და ახლა ორ კალამს უყურებთ ერთს უყურებთ დიდხანს და საკმაოდ კარგად შესწავლილი გაქვთ ეს კალამი და რეალურად სიამოვნებას იღებთ, ესთეტიურ სიამოვნებას და ტკბობას განიცდით, როცა ამას უყურებთ. ეს პირველად შეხედეთ, ჩავთავროთ და ის ხვები დავეთანხმებიან, რომ თანაბრად კარგები არის, თანაბრად სასიამოვნოა საკუთრებად ესთეტიურად, თანაბრად დახვეწილი და ნორმალური კალამია, მაგრამ თქვენ რომ ამის დიდი ხნის ამასთან დიდი ხნის ნაცნობობა გავშირებთ და აქ დადებითი ემოციები მეტია, დიდია. ეს ხო ეგოიზმი არის. თქვენ ამასთან მეტი ცდომა გაქვთ და ამის სიხარული უფრო მეტად ჩამწდომია თქვენთვის გულში ჩამწდომია უფრო მეტად აღიქვამთ და ამ აღქმის საშუალებას გაძლევთ ის რომ უკეთ იცნობთ. თქვენ რომ ეს გიყვართ ახლა სიყვარულზე გადავიდეთ იმიტომ კი არა რომ თქვენია და ეგოისტურად გიყვართ. არამედ თქვენია და მაგითო გიყვართ უბრალოდ ეგოისტური არის ზედმეტი. თქვენია ნიშნავს იმას რომ თქვენ იცნობთ მას უფრო მეტი ნიუანსები არის აღქმადი ამის და ეს სიყვარული გაკავშირებთ ამას პრაქტიკულად არ იცნობთ და ისე კი იცით რომ ყველა და ყველაფერი უნდა გიყვარდეთ და ტრეიდი უნდა გიყვარდეთ და დღისთვის უნდა ვეცხოვდეთ მაგრამ რომელი დღისთვის ხო ისე ხარზე ვიტყვი კი მეყვარს მაგრამ თույლია ეს როცა გავიცნობთ ეს რომელიც მტროვდა მაგრამ ეს რომელიც თან ადამიანია და თან ისეთი რაღაცები აღმოაჩენე ამ ძიებაში და ამ ნაცნობობაში მოდიდან შეგეყვარდება ხო მოდიდან უგექნება თანაცნობი თუ კი სიყვარული ზონარი აქვს ადამიანს აუცილებლად გამოვლინდება აი ამ ტერთან ტრის აღქმისას, ტრის ძიებისას, როცა მის ადამიანის რაღაც მნიშვნელოვან რაღაც ხრმანაწილს აღიქვამს, ხო? ასე რომ ეგოისტობას, ეგოიზმს ალბათ ვერ დავაბრალებ ამას. ანუ რაღაცაში შენი შრომა რო ჩადებული საქმე უნდა მეტად გიხარი. მიხარი იმიტომ რომ მეტი არხები მაქვს გაჭრილი, მეტი ძაფები მაკავშირებს ამ პროცესთან და მეტი სისრულით. აი მე რომ ისმენ ახლა მუსიკას, ეს უფრო მეტად მიხარია, ვიდრე ანალოგიურად სასიამოვნო თუ სასიხარულო მუსიკა, რომელზეც გავიქი, აგერ მეგობარს მოусმენია და ისე ვერ გამიხარდება, ვიდრე რომ მოსმენია. აქ განვიცდიდი ეს მეტი სისრულით, ხო? და ახლა ეს ტირამი არის. მე თუ არასდროს არ მომისმენია, ვერც იმას გავიგებ, მეგობარმა რა სიამოვნება მიიღო, მაგრამ მე თუ მომისმენია, გაგების საშუალებას მაძლევს, თუმცა ეს აღქმა და ეს განცდა გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე ის რის შესაძლებლად წარმოდგენა მაქვს. მე თუ შვილი არასდროს არ მყოლია, ბევრად უფრო ძნელი იქნება ჩემთვის იმის მიხედვით, ბევრად უფრო ძნელი იქნება იმის მიხედვით, რა და როგორ უხარია მშობელს, მაგრამ მიახლოებით წარმოდგენა მექნება. თუ კი შვილი მყავზე ჩემი სიხარულები განეცდია შვილის მომენტ, მაშინ უკვე სხვისი სხვა მშობლის სიხარულსაც უფრო იოლად განეცდია. მაგრამ ჩემსაც უფრო მეტად, ამ შემთხვევაში არ ეგოიზმის გამო, რომ მეტი სიცხადით აღვიქვა. ეს განცდა მაქვს მეტი სიცხადის და მგონია ნუ დავკმაყოფილებ მაგ მდგომარეობას ამავდროულად გორობდი რომ ისე გავიფორტიზი ხო და როგორც ვისი არა შეგვიძლია ამ მეორე კალამს უზრუნველყო ისე როგორც ის შეგვიძლია რაღაც შეგვიძლია მაგობა სტელობი როგორც ენა ალბათ რატომ და დავკმაყოფილდე თუ შეიძლება მეტი და მეტი არა ვიღაც შეაფასებს და იტყვის რომ ყველა და ყველაფერი უყავს რა მაგარია არამედ მე თვითონ რაც მეტი მეყარება რაც მეტი სიცხადით და მეტი რაოდენობით განიცდია სიყვარულს მით უკეთესი ხო და როგორ მოვარჯიშო თავი ყველას და ყველაფრის სიყვარულზე
მოუთხოვო არა უბრალოდ მივმართო ყურადღება იმეური კალმისკენაც კიდევ უფრო ხშირად და რაც უფრო მეტად მიმართავ, რაც უფრო მეტად აღვიქვა ადამიანს, რაც უფრო ნაკლები იქნება ჩემთვის ვიღაც და იქნება ეს და ყოველი ადამიანი იქნება ადამიანი თავისი დიდი და აღმაგაგებით მეტ უფრო კარგად ნავარჯიშები ვიქნები ადამიანის აღქმაში და რაც უფრო მეტად აღვიქვამ ადამიანს თავისი დადებითებით, თავისი ძვირფასი რაღაცით, იმ ძვირფასით, რომლისთვისაც ხალი იყო არის ჯვარცმული და რომლისთვისაც ნამდვილად ღირს ჩვენი მხრიდან თავდადებაც საჭიროების შემთხვევაში და ასე შემდეგ, ხო? ანუ ვარჯიში მაინც აღქმაში, იმ კალმის ამ შემთხვევაში ადამიანების აღქმაში ვარჯიში, აი ამ აღქმის ფონზე შეცნობა, დაახლოება, განცდა ადამიანის თანაგრძნობა, ეს უკვე ძალიან ახლოა სიყვარულთან და განაპირობებს საშუალებას მასწავლებს, რომ შევყვარო ადამიანი. რა თქმა უნდა, მირჩევნია. არა იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიღაც შეაფასებს და იტყვის, რომ ყველა უყვარს, არამედ ერთ სიყვარულს აღჯერდები და ორივე უყვარს. ორი სიყვარული ორმაგად უფრო მძაფრად აღიქმება. სამის მეტად და ასე შემდეგ. და აქ ისეთი რამე არის, რომ ღორობაში არ გუთვლება და რაც გამომაცდობაში პირიქით ვითარდებით და რაც მეტი, მით უკეთესი. რაც უფრო მეტად ასევე თითოეული მათგანი მით უკეთესი. ოღონდ რას ნიშნავს მეტად? ეს ადამიანი თუ უსაზღვროდ მიყვარს და ეს ადამიანი მეუბნება გაიქანა კიდეც შეასყდეო, აი ამ სიყვარულის გამო საკუთარ თავს ვერ მოუძურებ და უაზროდ კიდეც ვერ შევასყდები, რადგან ამან მითხრა. მე თვითონაც რომ მომივა ეს აზრი, რომ გავიქანო და კიდეც შევასყდე, გაუგებრობაში ვარ, ხო ეს სიყვარულს არ ეწინააღმდეგება არანაირად. სიყვარული სხვა ფენომენია, სხვა რამ არის, ობიექტური აღქმა საკუთარი თავის თუ იმ ადამიანის და ადამიანების სხვა რამ არის, ვის რა დონეზე დავეხმარებით თუ ვის რა დონეზე ვისთვის რამ სწორს გავიღებ, ეს კიდე სხვა რამ არის და ასე შემდეგ. მიყვარს და ავტომატურად უეჭველად მისთვის და ყველასთვის მოვკვდები პირველი შესაძლებლობისთანავე ასე არის. ყველას ნაცვლად გავცივდები, თითოეულის ნაცვლად გავცივდები, ასე არ არის. თითოეულის ნაცვლად ვიშიმშილებ, ასე არ არის. ხო მიყვარს ვინ არიან ისინი, რომ მიყვარს, ვინ რა თენად ახლო არის ჩემთან, როცა არის გარკვეული ესე არ არის კარგიო საკუთარ შვილებს წაართვა პური და სხვას მისცევა, ხო? უფალიანობს ამას. კი გასაგებია, რომ ეს სწავლება არ არის მისი მხრიდან, მაგრამ გავრცელებული შეხედულება, პოზიცია და თავის ენაზე ლაპარაკება იმ კალს, რომელიც ეუბნება დასუფრალიდან ძაღლებს ხო აძლევენ დასუფრალიდან და ამ საკუთარი თავი ძალს შეადარა და თხოვა რომ მაინც მეოეღო მისთვის წყალობა და ასე შემდეგ და მაგრამ ესე იგი ჩვენთვის არის ოჯახი, უახლოესი ადამიანები, შედარებით შორობები და აი სულ მაგ ყველაზე უფრო შორსაძრო არის რაღაცა, ისიც თუ ადამიანად მიმაჩნია ამ სიტყვის დიდი გაგებით. ცდილობ მასაც შესაძლებლობის პარალელში დავეხმარო, მაგრამ შესაძლებლობა რას ქვია? აი ამათგან რომ დამრჩება კიდე, აი იმას ქვია შესაძლებლობა. დავუშვათ ეს განმავლობაში ხან 10-12 შეხვედრა მოსვაცინეთ, ხან არის 6-7 დამჯერდები ხოლმე, მაგრამ რაც უნდა მინდოდეს ვიღაცისთვის ნორმალური კონსულტირება დავუშვათ ტელეფონით ამერიკა და სულ 1 წუთია რაღაცის 1 წუთი არ არის არანაირად პრობლემა, მაგრამ დავუშვათ რაღაცა მინდა გამიხილო და უნდა დავუშვათ 15-20 წუთი 30 წუთი. იმის მიხედვით იმ დროს ვინ მყავს და მყავს თუ არა ვინ. ვარ თუ არა ვინმესთან რაღაც პროცესში ჩართული ხო? ან ახერხებ ამისთვის დროის დათმობას, ან ვერ ვახერხებ. ესე იგი მე ემსახურები მე სხვაებს ვიღებ, ხოლო იმ დროშით რა დროშითაც შემიძლია. რაც უნდა ძალიან მიყვარდეს და მართლა რომ კონკრეტული ძალიან საყვარელი ადამიანი არის, მასთანაც ვერ მოვახერხებ, როცა აღარ მაქვს ეს რესურსი. ანუ სიყვარული ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ყველაზე გადანაწილდები და ყველასთვის დავსვენ, რომ ეს მარტო უფალს შეეძლო და მოახერხა და აკეთა და ისეთ გამოსყიდულები ვართ პირვანდელი ცოდვისგან და შანსი გვაქვს მოცემული განვაახოთ გზა მისკენ მიმავალი და სწორად დავადგეთ მხარა და მისკენ მიმავალ გზავალ გზას და მაგრამ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. მაგრამ ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია და რა შეგვიძლია მოცემულ მომენტში გავსწრებთ. ხო, შეიძლება მეტი შეგვიძლია, ცოტა ნაკლები რაღაცის გამო. ასე კიდევ უფრო მეტი და ასე შემდეგ. თავარია რომ ობიექტურად შევაფასოთ და ობიექტური თვითშეფასების მონაწილე არის სინდისი. სინდისი, მღვიძარი სინდისი, კეთილგონიერებაც ასევე,
რა თქმა უნდა, გონიერება უნდა დავკარგო, რომ არასწორად შევაფასო თავი და ჩუმად რაღაცები ისე შევინახო. სინდის მეუბნება მიეციო და არა მაქვს სინდის უთხრა, ხო? თვითონაც სულელი უნდა იყოს სინდის თავი დავუშვათ სინდის მოვატყუე არ გამოგიმაგრებ. მე ვინც ვატყუე, გონიერი ვატყუებ არა სულელი ვატყუებ. თუ ისეთ რამეს ვინახავ და თუ ისეთ დროს ვინახავ, მაგრამ არის შემთხვევები, რაც აუცილებლად შესანახია და აუცილებლად დასანაწილებელია. ამის გარეშე დაირღვევა რაღაც სისტემა, რომ ვეღარ მოვახერხებ საკუთარი სიცოცხლის შენარჩუნებას, ეს ფინანსური იქნება, ფიზიკური იქნება თუ სხვა. Ну, ყოველთვის ზოგჯერ სწორი არჩევანის გამოტება, მაგრამ შესაძლებლობის ვარგლებში ვარდებით მოსულ არჩევანს. სოდნა გამოცდილება, პროგნოზირების უნარი და ასე შემდეგ. ანუ მე მგონი, სანაც სიყვარული დაგვედებოდა. ხო, მაგრამ ის გავცეთო, კითხვიდან გამომდინარე, რომ უფრო კეთილი იყო და უფრო კარგი გამოიყენა ყველანი. კეთილს ასე. Ragano angarivian tipi, Samoa, Nahotzili, Arusti is tipi, Pacific Ocean, Kaiser, Tiba Alexia, Chulu, Dominicana, Antibances, Sineshi, Damashaw, Galfio, and Damashaw, Ekaso Gaitsi, in Manchaba, Mandaris. Apatiet računalnici ხო. მედიცინური პროგრამები თავისთავად გახდის მეტად გაზრდილია. იმან ჩააბარა გაიძბობს მეტად ამას, გამოხატა. ჩორობები პრაგმატულია. ნაორი მაგაზე არც იმპექტივი არა. მაგრამ ასეთ მიუდგებით ეს პრობლემაა. ხო, ევროპული ტიპია, ევროპის იმაში, რაც თავისი კარიერას, თავის ცხოვრებას ისე უპირატესობას. მეცხოველე მოთხოვნებს აღიარებს ავტორებს. ქრისტიანული სოფლელობა რო არის, მაგრამ შეიძლება ჩვენ პირადად არ ვიდამდე ქრისტიანული სოფლელობა. თუმცა ბიბლიაზე პირადად ციხის უფროსის მსგავს. აი ცოდნა ბიბლიისაზე პირადად და ძნელებით არ ცხოვრება, იმდენად გასხოვდება, ხოლმე და ხოლმე ძნელებს თუ ასრულებს ადამიანი, ცოდნა ბიბლიისა ხდება მისი შინაგანი სულიერი მდგომარეობა. ეს ვერ ვიტყვი რომ არასრულებად ცნობებს, ნამდვილად ვერ ვიტყვი არ ჩანს ასეთი რამ, პრაგმატული რო იყო გასაგებია, რო ვიტყვიებოდა ეს არც ერთ ცნებას არ ეწინააღმდეგება და უშუალოდ იქ რომ გადასხრიდა და ასე შემდეგ ის იცოდა ზუსტად რომ მართალი იყო და პრობლემა არ იყო. ანუ დრაიბოთში სტიმული რო სტიმული რო არითი არ გავჩერდე. ამას კონე მეგონი შინაგანი მაგარი სტიმული. ანუ იანი უცებ დისტრის სამგირო არის. პრედიკტი. ისიც არის პროჭკეთი და იმიტომ რომ შევიდეთ დალაგებულია ციხეში ყველაფერი რა როგორ და ყველაფერი ლებრატის ამ ჭუიტე როგორ ჩასოლივე ჭუიტია მაგრამ ანუ ეს სპეციალისტი ჭუიტს არნიშნავს უბრალოდ ამის მეტი ამან მეტად გამო ამ მეტი ხოდი კოდიში ამ მეტი ის ქონდა რა იქ შეკარბას ხო რა მიზანი მართალი არის აი იქ მოხდა ან ის იქ არ უნდა იყოს ეს არ ასვენებს და მაგი არ არჩევს უფრო ანუ ის რაც ქონდა ალბათ რა ეს სიმართლე რაღაცა სიმართლე შინაგანი სიმართლე გაზრდოს იმ ძალას თუ არ დაეცე ალბათ რა არ უნდა ვიყო მაგრამ ვარ ფაქტია მეტი ძალიან თუნდაც ჩვენი ალბათ ისიც იყო რა მე ძღოლი არ უნდა შევაგულოთ იმას რომ ვართ ოღონდ არ უნდა ვიფიქროთ რომ უნდა დავჭით და სადაც რამდენად შემიძლია არ უნდა მაფიქრები და არ უნდა ვიფიქრო ეს არის შინაგანი ანუ ტრანსფერობა კი უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა რაღაც ანუ ამ გეგმაში უნდა იყო ბრძოლა ამ შეუძლებელი ადამიანები მაგრამ კარგი მოჭადრაკე იყო ამ შემთხვევაში არა მარტო პირველი სტრიდა კარგი მოჭადრაკე იყო და კარგად გათვალა რომელიც სადრა პაიკი გაეწირა და თუნდაც ლაზერი გაეწირა და ბოლო რა კომბინაცია უნდა გაეკეთებინა კარგად გათვალა კონიერი იყო ორი აზრი არ არის ძალიან პრაგმატული იყო მაგრამ ის მაინც რატომღაც არ ვიცი მინდა ალბათ მიმოწერა არ ვიცი ნამდვილად არ ვიცი ის ღიმილი კაცებში მგონია რომ მაინც ადამიანური ღიმილი იყო იქაც ზუსტად იგივენაირად იღიმოდა მუსიკა რო ჩაურთო პატიმრებს და პრაგმატიზმის ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო მაგალითია საწინააღმდეგო პრაგმატიზმის ხო იქ თუ ლუდი შეიძლება ქონოდა და ასე შემდეგ. აქ ეწინააღმდეგებოდა, მეგობრები უკვე ხავდა, არ ჭირდებოდა. იქ ლუდის პრაგმატიზმი არის მაგაში. მეტი ძალა დამშავები ძირითადად
რაღაც მაგრამ იქ გადაწყვეტილებებს იღებენ ამ რელიგიაში სხვა რაღაც წამული ტიპია რაღაც ესეთ გადადოთ რომელიც იღებს თავის და ავტორიტეტი რომელსაც ვერაფერში ვერ იყენებდა სამწუხაროდ იქ არ არის ეს სამწუხაროდ უსაბედინოდ არ არის პირობები აი აქ მაყურებლად დაედგინათ ასე არ იყო მაყურებლად რა ჩვენი გაგებით აქაური ციფრის გაგებით მაყურებლად ან ქურდად ნახოთ ასე არ არის გასაოცრებელია ხო იმას უკვე ქონდა ის ავტორიტეტი სანამამუს გაშარდა რაც მაქსიმუმი იყო იმ ციფრში. სახელმწიფო ჯერ არ ავტორიტეტი ამ კუთხით ვიმჯერებ. ჩემი ძალიან ვცდილობ რომ რაღაც მან მონაკვეთის სიღრმეში წავიდი. ჩვეულებრივი ადამიანური ამბავია რა. ლექციას რო კითხულობთ, რაღაც გამოძრავებთ, ხო რომ თქვენმა რაღაც აზმად, რაღაცა შეცვალოთ, ჩვენ რაღაც კაი მოხდეს და მასწავლებელი თუნდაც ბავშვს ვასწავლის იმის მიზანით რომ რაღაცა ისწავლოს და მასწავლოს რომ გაუხარდება ახლა თავისი სტუდენტის თუ მოსწავლის წარმატება ახლა ანგარება ჩვეულებრივი ამბავია ისთვის ეს მოწოდებულია ის რომ ის იმაღლეზე აცია კარგი განცდა და ეს მუშაკებია თავის რასკიდიის და იმის მანიშნებელია იმედი რომ განახაროს თორმაინო ამ კაცებმა აღარ მისი ემოციური მდგომარეობა მათ იცოდნენ სხვამაც იცოდა რომ გაუხარდებოდა და ალბათ ჩემთვის სულერთი არ არისო და ეს რომ პურიოძამ ის ესეც უთხრა ხო შეიძლება და არ ეთქმა და როცა გამოვიდა მაშინ გაიგო სიბიესაც და ჩაბარებასაც ორივე ერთად ბავშვი ის დადაგიზროს ეს ყველაფერს რომ ალბათ იმდო გააკეთეს ყველაფერს ჩამოყალიბდა მიზეზები რომ ადამიანურად რეალიზო თავი სხვამისების ხო ჩამოთვალეს დამეგობრობის მიზნით თუ იმის თუ რაღაცების შემთხვევაში სარწმუნო არის განკუთვნილ მაინც რეჟისორის განცდებს და ფიქრს და პირველ რიგში მაინც იმან რა ჩაიფიქრა ამაზე ვართ ორიენტირებული. მაინც ადამიანის ცნობა ის მუსიკა მაინც განსაკუთრებულად თვალსაჩინო მაგალითია ამისა რომ იქ სხვა არაფერი აღარ ჭირდებოდა გარდა იმისა რომ ადამიანად ეხსნა თავი და ადამიანებისთვის კიდე მიეწოდებია ეს თავისი ადამიანური თითოეულ საგანში რომ ის რაღაც ჩიტი შეუფრინა ყოველ მათგანს და რაღაც მომხმარებელი ჩიტი რომელიც უგალობდა ანუ ეს გააკეთა და ამ მსხვერპლზე წავიდა რეალურად ეს მსხვერპლი უღირდა ეს მორგან ფრიმანს რა ქვია რედი ამ ერთ ადგილას ამბობს ნუ რეჟისორის ის თევს რა ამაში ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი როდესაც მეტი აღარ შეუძლია აი ეს თქვათ როგორ შეიძლება გავიგოთ ანუ ყველა ადამიანს უჭირს ანუ რა არის რაღაცა რაც თითოეულ არ არსებობს თქვათ ადამიანი რომელსაც რაღაცა არ უჭირდეს? კი, უსაზრო შესაძლებლობები საერთოდ არავის არ აქვს. ეს იქნება მორალური დონე და სიმტკიცის ხარისხი, ბუნებრივი შესაძლებლობა, ფიზიკური შესაძლებლობა. ყველაფერს აქვს რაღაცა. უფალიც კი როგორც კაცი, აი ამ ზღვარს გვაჩვენებს, როცა შეხაღადებს უფალს და აი მაგასთან დავახსოვე. ანუ ზოგადად ამ შეუძლია ვიცით რომ გება მომენტი როცა იძახის რომ აღარ შემიძლია ანუ ყველა ადამიანზე არ იძახის რომ ყველაფერი არ შემიძლია სხვადასხვა ადამიანია რა ყველა ადამიანზე ეს არის ჩემი რეჟისორის მინდავი ინტელექტუალი რაღაც ისე და არის ხშირად ეგრე იბადეს სხვა პროფესორები არიან იმიტომ რომ პრობლემები კუთები იცლებიან ანუ ყველა ადამიანი არა შეიძლება იმ მომენტს გამოხატება აღარ შეიძლება ანუ ყველა ადამიანი ესე გავიგო ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ესეთი მომენტი როცა აი თავის ყველაფერს ამოწურავს და აი პრობლემის წინაშე დგას ხო მაგრამ სიმდრილამდე ხო მაგრამ სიმდრილისას ჩერდებიან სიმთვრალისას ითიშებიან ამა თუ იმ დოზას გაიგეთებენ და ითიშებიან დაიღლებიან და დავარდებიან არ არსებობს ტიპი რომელსაც ზღვარი არ არის თუნდაც ფიზიკური დავარდება ამ შემთხვევაში ნებელობაზე ხო აგურის სულიერ მდგომარეობაზე კი ეს მაგალითებად მოვიტანე ხო გულის სულ მუშაობს მაგრამ მუშაობს ამ დატვირთვით რომელსაც ვთვირთა მაგრამ თუ კი არა 1 საათის არა 6 საათის არამედ 24 თუ 48 საათის განმავლობაში იმ დატვირთვას აიძულებ რომელსაც ვეღარ უძლებს უკვე იწყება ბდომა საკმარის სისხლი ვეღარ მიეწოდება სისხლი აღარ არის საკმარისი იმ დიდი დატვირთვისთვის ჟანგბადი და იწყებს გულის ბდომას გულის ხუნთი იშემია ვითარდება და ინფარქტი შეიძლება მიიღო და მთლიანად ორგანიზმი უკდეს. ეს არის რომელიც არასდროს არ ჩერდება თითქოს, მაგრამ გაჩერდება თუ იმაზე მეტი დატვირთვა მოუწევს. იგივეა ნებისყოფაზე. ნებისყოფით ვიბრძვი აქ და აი თუ კი ვერ გაგაჭა ჩემმა ინტელექტმა და 100%-იანი სიზუსტით არ არის არჩეული ჩემი სვლები, მაგალითად
ხო არ არსებობს ჯობრის ჯობნი არ დაილევა რომ თქვა კარგოვი ხართ გასპაროვი ვარ და იმ მომენტში მე რო ჯობი ვარ ეს თქვენი არაჩვეულებრივი სრულიად დაგიგმეთ ერთი გაჯობე მეორე გაჯობე მესამე გაჯობე და ბოლო გატყდები ანუ აღიარებ რომ ვერ ჯობი ხარ ვის კასპაროვს კი არა განსაცდელს ვერ ჯობი ხარ თქვენი ინტელექტი და ამ შემთხვევაში რა ქვია რა არის ყოველთვის რას უნარჩუნებთ ადამიანებს ასეთ პროცენტად არიან ადამიანები რომლებიც მუდმივად ინარჩუნებენ რას ხო მოკლედ აი ბოლოს რაზეც იყო საუბარი ჟილკა კი ბატონო მოკლედ არ გატყდებიან ხო ბოლომდე გატყდებით და მოგიწევთ აღიარება იმისა რომ გატეხილი ხართ და მოვიგე პრეზენს ვერ შევთავთ მოვიგე არის მომენტები როცა ხო არის არ გატყდება ვეჯინა ანუ მე არის რა ადამიანები ანუ ისიც ხო ანუ რა უფრო მექიგებ მეტყოლები რა ცოტა ვიცი ანუ ვერასოდეს ვერ ანუ სოძ ანუ მე არ ფიქრობ ზათი სოძ გაგებაზე რაღაც ანუ ვერასოდეს იმიტომ რომ რაც ტიმები ხარ აუსრულებელი თუ ჩემი ძინავაც კი დაუსრულებელი რა სამყაროს შემეცნება და ვერ შემეცნება ანუ არასოდეს არ გაჩერდები ანუ ამ შემთხვევაში ამოწურვა იმას კი არ ნიშნავს რომ აუ კიდე რამდენი ქონია სასწავლო და მეზარება და ახლა გაჩერდება არ შემიძლია ვერ გამოვიდა მე ვერ ვიგებთ როგორც ქმნილება ამერიკულ შეხვედრად ადამიანი ქმნილება განსაზღვრულია უკმელ იმ შემოქმედის წინაშე და თავისი რესურსი თვითქმავი და თვითყოფადი არ არის და ადამიანის ცხოვრებაში თავისი სიღრმეში არსებობს საზღვარი რომელსაც თვითონ თავისი ძალების გადაბიჯება არ შეუძლია თუ ადამიანს ეს საზღვარი არ იქნებოდა ადამიანი თვითქმავი არსებასავით იმ სრულყოფილი შემოქმნის ძიებით არ იქნებოდა შინაგან და მოდივი კი ბატონო ესე იგი თვითქმარი არ ვარ რას ნიშნავს ეს მე არ შემიძლია იზოლაციაში ყოფნა რისგან იზოლაციაში საკვებისგან იზოლაციაში ერთი თქვენ კი სხვა რამე თქვით მაგრამ აქედან დავიწყეთ ხო და გავვა საკვებისგან იზოლაციაში არ შემიძლია და უნდა მე მოვიხედო მოვიპოვო ის რესურსები რომელსაც ხელები მიწვდება საკვები რესურსები და ვიგებ სასმელი აერი და ისეთი აერის უფრო რომელიც არ მომკლავს არ მომწავლავს მე სხვა საჭიროებსაც რომ დავუკვირდები როგორი გავჩენილ როგორი შევქმნილო ხო სოციალური ურთიერთობები თურმე ისე მჭირდება რომ ამის გარეშე ვერ ვწვევ დავძებნით ვიპოვი ავაგებ რაღაც ურთიერთობებს გავაბამ რაღაც კავშირებს კიდე რაღაც საჭიროებები აქვს ამ საჭიროებებში რა თქმა უნდა უპოვო იმასაც რომ მჭირდება უკვალისო ანუ იზოლაციაში მე ცალკე ერთეულს ცალკე ყოფნა რა თქმა უნდა შეუძლებელია რომ შემეცოს არც ერთ ცხოველს არ შეუძლია არც ერთ მცენარეს არ შეუძლია და რა თქმა უნდა მეც მაგრამ მცენარეს თუ მართლა მხოლოდ ნიადაგის შესაბამისი მდგომარეობა და აერის შესაბამისი მდგომარეობა განათება ტემპერატურა ეს დამაკმაყოფილებელი იმისთვის ცხოველისთვის მეტი რამ არის საჭირო ადამიანისთვის კიდევ უფრო მეტი რამ არის საჭირო ეს მეტი არის რა თქმა უნდა ეს განცდა სულიერება კი ბატონო რა თქმა უნდა ეს ბუნებრივი რამაა და თვითმკვლელობა ანუ ცუდად დამოკიდებული არ ვიყავ ამაზე ცუდ გარიგებაში არ ვიწევს რამესთან შესრულოთ სწორი ახმა სწორი დამოკიდებულება ჰარმონიული ურთიერთობა მჭირდება გარემოსთან და ამ გარემოში და პირველიზეში და ყველაფერში თავისთავად ცხადია პირველ ყოვლისა იგრძნობა სწორი დამოკიდებულების შემთხვევაში აღარ ბედნიერი ჰარმონიული დამოკიდებულების შემთხვევაში თვითმკვლელობა იზოლაციას არ გულისხმობს თვითმკვლელობა არ გულისხმობს იმ ფესვების გადაჭრას რომლითაც უნდა მივიღო წყალი რომლითაც უნდა მივიღო მინერალები მიწიდან ნიადაგიდან თვითმკვლელობა არ გულისხმობს უნიადაგობას თვითმკვლელობა არ გულისხმობს ურთიერთობის არქონას სტატისტიკა ხო არის იმიტომ რომ დინამიკურად ადამიანი თავისი შევსებით უკმაყოფილობაში საკუთარი მიღწევს მაგათი საკუთარ თავზე მაღლა ესეთი დივიზია მართლმადიდებლური წინდადებაზე მე იმ მიღწევას თუ დავკმაყოფილი უკვე მივაღწია მაშინ სრულყოფილი უფალეულება იყავი სრულყოფილი ვითარცა სრულყოფილეულები მეთე მაგალითობა და ჩემი სრულყოფილება მაგადეულობაში მეტანეთობაში პოვობს თავისი სრულყოფილებას იმიტომ რომ ამას ასასწესე არ დასასრულებია ან თუ ცუდად უკმაყოფილო კი არა სულ და მოწოწუნე და გამკითხელი სულ საკუთარი თავისი რას გავხარდა მეტი არ შეიძლება და როგორ არ შეიძლება ეს რაც შეიძლება ხო გიხარია და ირგება ადამიანს და მადლიერი ხარ იმის რომ ის ბიჭი და უნარი მოგეცა ხო და კიდე რაღაც ის შანსები რო არის მასაც გახილოთ და სიხარული და მეტისკენ მიდიხარ და ეს მეტი არის ზრდა მეტი არის განვითარება მეტი არის მეტი სიყვარული მეტი სიცხადით განცდა რაღაც დადებითი ემოციების და ასე მეტი თანაგრძნობა და ასე შემდეგ
რა თქმა უნდა არასდროს კმაყოფილი არ ვიქნებით, მაგრამ ცუდი გაგებით უკმაყოფილო კი არა. მეტი რომ მინდა, მეტი შეგვიძლია და სულ ზრდის პროცესში ვართ. ხატი რომელიც უნდა გახდეს იმის გავსება. ბიბლიის ენაზე ძალიან ბევრი დღეს ჩვენ რეალობაში და თანამედროვეობაში უჩის სხვა ფილოსოფიური ან სხვა მეცნიერული იდეა. იმ ენით ადამიანებს რაღაც ახსნას მოძდილო და ბიბლია გულზე დავდოთ, მაგრამ იმ სრულყოფილი ამ არსობითი საკითხებზე პასუხს ვერ ვაძლევ. იმიტომ რომ ჭეშმარიტ პასუხი მოცემულია ერთ-ერთი ბევრი საკითხია, რაც საუკეთესო ფორმით გამოიცემა ბიბლიურ სწავლებაში და აი რელიგიურ ენაზე. მაგრამ არის საკითხები, რომელიც რელიგიურად არც უნდა გადმოიცეს. უბრალოდ იყო ეპოქა, როდესაც სასწავლიდა მხოლოდ ღმერთი, ისე მხოლოდ მღვდელი ყველაფერს. იყო ეპოქა, როცა მღვდელი მკურნალობდა ყველაფერს. ქირურგიც ის იყო, ყველაფერი ის იყო. მაგრამ ეს როცა სპეციალიზაცია ხდება და ვითარდება რაღაცები, ხო? უკვე არც ქირურგობისთვის უნდა მოსცეს მღვდელი, არც დერმატოლოგობისთვის, ამ შემთხვევაში ის დერმატოლოგია იყო კეთრი ჰქონდა, არ ჰქონდა, თუ თეთრი არის, აცხე, თუ ასე გადაუგრის, დააბრუნო თუ არა იქ სხვაგან უნდა იზოლაციაში ყოფილიყო და შემდეგ რო არ გავრცელებულიყო კეთრი. ეს აღარ არის სამღვდელოების საქმე, ეს არ არის. არც იყო რელიგიის ნაწილი, მაგრამ სამღვდელოების საკითხი იყო. და დღეს ასევე აღარ არის სამღვდელოების მღვდელი არ უნდა მოწდეს გეოლოგიაზე, მღვდელი არ უნდა მოწდეს არქეოლოგიაზე, მღვდელი არ უნდა მოწდეს იმაზე თუ როგორ განვითარდა ესა თუ ის სახეობა როგორ შეიქმნა. სამყარო შეიქმნა, ეს ერთი საკითხია. და უკეთეს ჯერჯერობით ვერც ერთი ფიზიკოსი ვერ გვეუბნება, ვერც ერთი ასტრონომი ვერ გვეუბნება, როგორ შეიქმნა სამყარო, მაგრამ მაინც და მაინც იმ 24 ასტრონომიულ საათში შეიქმნა და პირველი დღე ეს იყო, მეორე 24 საათში ეს შეიქმნა და ეს თირამი. ან კიდე მაინც და მაინც 7000 წელს შეიქმნა და მანამდე არც არაფერი ყოფილა და ასე შემდეგ. ეს ზოგადად არ არის. ის საკითხი იმიტომ რომ ეს იმდენად მოცემულობა იმის დამტკიცებას ბიბლიის იმდენი ადგილებია სადაც დატოვებული და ძალიან დიდი პერიოდი. რაც უნდა ვეცადოთ ამის დამტკიცებას, ეს არის საკვლევი და მეცნიერული საკვლევი. რომ გამოგვით თანაბრად ამბიზის მოხდა, რა საგებია? უბრალოდ დაპირისპირებას აგროვებს ნამდვილ მეცნიერებასა და ნამდვილ რელიგიას შორის დაპირისპირებულობა წარმოაჩენს აი ამ საკითხების გამოდესა ამ საკითხებზე აპელირება და ამ საკითხების წინ წამოწევა. სულ სხვადასხვა რამ არის მეცნიერება, სამომის ვეთქრო მეცნიერებაზე მაგ საუბარი და მეორე მხრივ სულის მეცნიერება და რელიგია, სულ სხვა რამ. იმ დროისთვის ისე გამგები იყო ადამიანი და იმ ენაზე ისე უთხრეს. დამთავრდა იქ. მე რაც მეტი გავიგეთ, კიდე მეტია და მოჭა. ახლა დღეს რო კეთრობას უთხრა, ვინა თუ არა, ზეთი უნდა ცხოდა, სხვა არაფერიო და ეს ბიბლიაში წერია. ბიბლიაში იმ დროისთვის წერია და ბიბლიაში იმ ნაწილები, ის ნაწილები იმ დროს და იმ ეპოქას ეკუთვნება. ეკუთვნოდა, მაგრამ არის ნაწილები, რაც არის ედროული ცხადია. და ამას ჭირდება სწორი აღქმა და სწორი აღქმა არ ეშება წინამორბედს და არ ეშება ეკლესიას როგორც ერთიან სხეულს, რომლის თავი თვითონ უგალია იესო ქრისტე და ვართ ნებძოლი და მუზეუმი ეკლესია, ხო, უბრალოდ მუზეუმი და ნებძოლი ეკლესია და რა და როგორ გავიგოთ, ამას საზღვრავენ საეკლესიო კრებაზე, მსოფლიოს საეკლესიო კრებაზე და იკავრო ბედნათების საზღვრავს რა არის ის, რაც დღესაც ქმედითია და რა არის ის, რაც ისტორიულ ეპოქას დარჩა და იმით აღარ ვიხერხებოდოთ, ხო? სწორი იყო, კარგი იყო, ერთადერთი სწორი იყო, მაგრამ დღესაც აუცილებლად ასე მოხდეს, აუცილებლად მოხდეს კი არა, პირიქით, არც უნდა მოხდეს რაღაცები დღევანდელ ეპოქაში და ეს არის. ეს ეხება საკურნალო საქმის სხვადასხვა მიმართულებებს თუ ხედვებს სამყაროს წარმოშობის თუ სხვა რამეებთან დაკავშირებით. სამყაროს წარმოშობის ნაკლებად, უბრალოდ როგორ განვითარდა მოვლენები და რის მერე რა წარმოიქმნა და საერთოდ როგორ მოვიდა ადამიანები და ასე შემდეგ. ეცეთ მეცნიერებას ამის მისი საქმე და იგი მოვლენა რომ ჩვენ თანამედროვე ახალგაზრდა ახალი თაობას რომელიც ახლა ვირტუალურ სამყაროში სადაც პიროვნული შინაგანი შემოქმედებითობა არ არის. იმიტომ რომ პიროვნული შემოქმედებითობა ადამიანის სწავლით თვითგამომდინარეობს თავისი ცოდნით საკუთარი პიროვნების შემოყალიბების პროცესი. და ეხლა დღეს ის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა რომელიც კომპიუტერის საკითხი ამ ახალგაზრდა თაობას სხვა ცნობიერების შემოყალიბების ისეთი ფორმას ქმნის რამდენად რეალურად ახალგაზრდა ფსიქოლოგია სხვადასხვა დარგი მაგ საკითხს ანიხავს რამდენად არის ის რეალობაში განკვეული ეს საკითხთან დაკავშირებით. რამდენად პრობლემატურად უყურებს ამას. ხო, მაგას იმიტომ რომ ძალიან უკვე სხვა ადამიანი თავისი შინაგანი პიროვნული შემოქმედებით
თვითონაც მოკლებული თაობა მოდის, რომელიც ვირტუალური ალექსანდრე სამყაროში უფრო მეტი დროს ატარებენ რეალობაში. ხო, ის შემოქმედობითობას რაც შეეხება, საინტერესო საკითხი არის, რამდენად აქვეითებს ეს შეიძლება თეორიულად ისჯეროთ, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ თაობაში შემოქმედებითობა დაქვეითებულია, ამას ჯერჯერობით ვერ ვიტყვი. ფანტაზია უჩივიანო ბავშვები ამას ვერ ვიტყვი. საკმარისად კარგად ვერ ხატავენ და იგივე ფანტაზიას გასაკანს არაძლევენ თვითონ ხატვაში ვერ ვიტყვი. წერენ რამეს ვერ ვიტყვი ამას. ტექნიკური შემოქმედებაა კიდე და მუდმივად თუ ფანტაზია არა, თუ შემოქმედებითობა არ არის, რას ვავითარებთ, ხო? არასდროს ასეთი ტემპებით არ ვითარდებოდა მეცნიერება, როდესაც ტემპებით არ ვითარდებოდა თვითონ ტექნიკა. პიროვნული შემოქმედებაზე, იმიტომ ხალხასთან ამ ყველა რასაც თქვენ ჩამოვყალიბეთ, პიროვნული შემოქმედება თუ გულისხმობს ადამიანის თავისი შინაგანი თავისი გაცნობას, გასხვა. თავისი შინაგანი თავისი გაცნობა შესაძლებელია ისეთი პროდუქციით, რომელიც ამას უვითარებს. ეს შეიძლება ელექტრონული პროდუქციაც იყოს. სულეთია ელექტრონული სახით მივაწვდით კეთილსიტყვას და ელექტრონული რაღაც სხვადასხვა მულტიპლიკაციური ფილმი იქნება, ვირტუალური რაღაც სამაზობლებაში რაღაცას ვაჩვენებთ და რაღაც სცენები გათამაშდება, სიუჟეტზე ფილმს ნახავთ, წიგნს ავიკითხავთ, სულეთია თავარია რას ვხედავთ ამ სამაზობლებაში, ორგანიზებაში სიტყვებით, რომელიც ფურცლზე ვიწერია თუ ასე შემდეგ, რას ვხედავთ, რას გვაწვდია. უფრო ეს არის საინტერესო ამ კუთხით, თვითშემეცნების კუთხით, რამდენად ვეხმარებით ადამიანებს. უფრო ეს არის საინტერესო და არა ის, რომ კომპიუტერიზაცია ართულდება და არა ის პრობლემა არ უნდა რომ ნებისმიერ ეპოქას ჩვენ თუ შევხედოთ ქრისტიანობას პირველივე საუკუნეებში ეკლესია ის წარმართული ქეთაყვანისმცემლებისა ცეცხლი, წყალი, ქვა, ყველაფერი ისინი იყო ქრისტიანობამ იმ ადამიანებთან რომელიც ამ თაყვანისმცემლობას ეკუთვნებდნენ და ქრისტიანულ მართლმადიდებლურ შინაარსზე გამდგა ყველა ეს ადამიანი შეინარჩუნა და ჭეშმარიტია დღეს რეალობაში კულტის სახით ნებისმიერ ხელოვნების სხვადასხვა სფერო არის ადამიანები, მაგრამ ჩვენ თუ ადამიანებს შევძლებთ რომ როგორც სრულყოფილი იმისი როგორც მიზნად აღისახოს ის სფერო რომელშიც იმყოფება და დაინახოს ის როგორც გარკვეული სტადია სრულყოფილებისკენ მიმავალ. აი ეს არ იქნება უფრო მეცნიერული როგორც შესაძლებლობა ადამიანებისთვის სწორი მიმართულების რეალიზაცია. ეს უფრო გააკეთონ არა მეცნიერება, არამედ ხელოვნების მუშაკება. ხო, ხელოვნებას რეჟისორებმა, მწერლებმა, მხატვრებმაც, მუსიკოსებმა და ასე შემდეგ. კულტურის მუშაკება და ხელოვნება უნდა გააკეთოს. რაღაც ის შთაბეჭდილება გრჩება, რომ მაინც ბოლომდე ვერ გავიგე კითხვა თუ საკითხი რომელიც დაახერხა. არის საკითხი ისე პირველად ჩვენ ახალგაზრდა თაობასთანაც შეეხება. ახალი თაობა რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ძალიან ბევრი ადამიანი იმას შეგუებულია, რომ რაღაცას არ ვაკეთებ, როგორც ღმერთის წინაშე არის ცნობიცა, მაგრამ იმით ყველაფერი არ შევდება. თავისი მაქსიმუმი რაც ადამიანისთვის ღმერთისაგან იყავი სრულყოფილი. მაგრამ ამას ვარ აქვს იმდენად მნიშვნელობა და სხვა მიმართულებით არის სამწუხაროდ ვერ მახსენდება პერიოდები, რომ ხანძრული პერიოდები, როცა მეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ჩვენ გავსვამთ ეკლესიის ისტორიიდან წმინდა მამათა ცხოვრება და რაღაც შემთხვევები, მაგრამ ისინი რომ დევნილობაში იყვნენ და ისინი რომ საწოლის ქვეშ იყვნენ, სწორედ აი ამ არასწორი ხედვის, არასაკმარისი სულიერების მქონე ადამიანებისგან ეგეც ვიცით. პირველი საუკუნეებია თუ ჩვენ სასახლის ხონდა პერიოდები ყოველთვის იყო ღვთისმებრძოლობა, ყოველთვის იყო განსხვავება, ყოველთვის იყო რა ვიცი, უზრუნველობა საკუთარი სულის მიმართ არასაკმარისად უზრუნველყოფილი ადამიანები, რა ვიცი, ადამიანიდან დაწყებული რაღაც ყურადღება არ მიაქციეს და რაღაც მცნება დაივიწყეს, კაინი გახსენდება რაღაც საშინელი ცხოვრებით და რომელი ერთი ჩამოთვალოთ იქნება, ხო, იმ თავით იყო ეს ყველაფერი. და დღეს თუ მეტი არის, ამას არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი, თუ დღეს უფრო მეტად არის მიშვებულობა, უფრო მეტად დავიწყებული ხავთ ღმერთი და უფრო ნაკლები ინტერესით ფიქრობენ საკუთარ სულებზე, ეს ნამდვილად არ ვიცი. არ ვიცი. ჩვენ და ლოგიცნების წინაშე იყვარდეს ადამიანი და გიყვარდეს ღმერთი. და ერთმანეთისადმი ადამიანები გულგრილება, უფრო გაცილებულები, იმიტომ რომ ჩვენთვის ადამიანი როგორც თავისი ღირებულებით თავისი პიროვნული მაგალითობით აღდგას. სოციალური სხვადასხვა ფენომენების შეიძლება შეიძლება რა ფაქტია რომ გაციებულები ვართ, მაგრამ გაციებული თუ ცივი თუ ნელთბილი თუ გრილი არის კონკრეტული ადამიანი კონკრეტული შემთხვევაში, რომელსაც გამიხილოთ თუ შევიცნობთ, მაგრამ ის რომ უფრო მეტად არიან გაციებულები
ეს არ ვიცი, რაიმე რეალური სანდოკულება ამ შესახებ არ აქვს. ისე ზოგადად ამას ვცდილობდით მოდმევოთ, ხო, აქამდე ბოლომდე გავიყენებოდით და შანსი აღარ გვექნებოდა პრაქტიკულად დარჩენის მეორე ჯერს არ დავჭირდებოდა. ამას ხო არ იწევს თქვათ ის, რომ დღეს ადამიანი მაგრამ შეიძლება არა, მაგრამ უფრო გადატვირთულ გრაფიკში ცხოვრობს, ინფორმაცია უფრო ადვილად ვრცელდება, ანუ ადამიანი უფრო დაძაბული და დატვირთულია, ვიდრე თქვათ ადრე, როცა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადასაშლელად თუნდაც თვეობით მიდიოდნენ და ანუ ადამიანს მეტი დრო ჰქონდა საკუთარ თავს ჩახმოვებოდა ალბათ. ეხლაც აქვს დრო, მაგრამ ეხლა უბრალოდ გარედან იმდენად ანუ იმდენი რაღაცაში იყოს შეიძლება ჩართული. ნუ აღარ ის ფაქტორი აუცილებლად იქნება, კი და მე-20 საუკუნიდან რომ დაიწყოს ეს განსაკუთრებული დატვირთვა ადამიანის და ნევროზიც მე-20 საუკუნის ენაგმეცანი იყო და იქიდან დაწყებული ნაკლები დრო რჩება საკუთარი თავისთვის. მაგრამ ზოგადად სიყვარულის უნარი მაინც დაკარგეთ, რომ საკუთრების ის არ აქვს შედეგები და იმდენ საერთოდ ახლა გადატვირთულობა ეს ერთი ახალი ფაქტორია ნამდვილად, ხო, მე-20 საუკუნის საფუძველზე ერთად შევთვალე მე-20 საუკუნის მე-20 საუკუნეში დაგვიდგა ეს, მაგრამ იმდენი ხნის წინ წერდნენ უკვე წერილები, რომ დაკარგეს ადამიანობა, რომ აღარ მჯერა. სულ კარგად აღარ დარჩენია რა ეს მომენტი. დროის ნაკლებობა დრო დაგვრჩა ნამდვილად ჩვენი ცნობისთვის და მეც ვისურვებდით. მეორე პროჭენ უფრო აქტიურები გავხდით. არა მარტო იმ დროში მე იმ თავისუფლად საქმეებს ვასწრებ. რამე ისე უბრალოდ უფრო სწრაფად აღვიქვამს, სწრაფად განვიცის, სწრაფად ვაკავშირებ. ბევრად უფრო განვითარებულია აი ამ კუთხით. ჩემი ტვინი დღეს ვიდრე იყო თუნდაც 200 წლის წინ. და იმ მცირე დროში, რომელიც შეიძლება დამრჩა, და იმ წნეხების და თავისუფლების საქმეების მიუხედავად ის მცირე დროაც დამრჩა, შეიძლება არანაკლებად ვახერხებდე საკუთარ თავთან გამართულებას, საკუთარი საჭიროებების შემეცნებას, აღქმას. ეგეც შესაძლებლობა უბრალოდ საცდური აკუთხა იწევდა. ანუ იმას ვამბობ, რომ ეხლა უფრო მეტად მიყვებ, თუ დინებას გაყევი, ეხლა უფრო მეტად გაყევი. ასე რომ ვიყოლილი ვიქნებოდი, გაზევას რომ მივდიოდი მარილზე და მარილს კი მოვიტანდიოდი ეს ხალხოსაუბრა. ანამდე მივდიოდი და ვერ მოძღეროდი და მართლა მღეროდი თუ არ მღეროდი ის ხოსებითია და ყოველი ჩვენგან მღეროდი თუ არა და რაზე ფიქრობდით და რას გვეგმარდა და რას უცნებობდით კონტაქტი დამოუკიდებლად საკუთარ კონტაქტი. მე მაგალითად შეაქონია განცდა რომ დროც მაქვს არცაც სასწრალი არა. ვიცი რომ საფიქრალი მაქვს. უნდა ვიფიქრო. არა მინდა ვიფიქრო. ხო, უნდა ვიფიქრო. სხვა რამეზე ახდენ კონცეპტს. მაგრამ ვერ ჩავდივარ, აი ვერ ხვდები როგორ დავიწყო ლაპარაკი საკუთარ თავთან რა. როგორ მივადგე იმ საკითხებს, რომლებსაც აქამდე მაგალითად უღრმავდებოდი. ანუ ადრე გამაჩნდა კონტაქტი საკუთარ თავთან, რომელიც იყო დროცა თვითონ 1 საათს გამოვყოფდი ხოლმე და ეს 1 საათი იყო განკუთვნილი მის საკუთარი თავის მომეხდინა აღქმა და გააზრება და ვინდა ეკენენ დაწყობდა ის 1 საათი იყო მხოლოდ ამისთვის. ძალიან კარგად ვცნობდი მე 1 საათის განმავლობაში თავს და მეც. თვითონ რაღაც ყველაზე მთავარს ვაკეთებდი და რეალურად ყველაზე მთავარს ვაკეთებდი. მაგრამ მე რაღაცა ისე განვითარდა ჩემი ცხოვრება. აი ეს კონტაქტი გაწყდა ნელა მთლიანი მოიღო. და დღეს იძულება მიწევს და ეს იძულებას რომ მიწევს ის უკვე უსიამოვნოა. ამ თვითონ ახალს არაფერს არ ვამბობ აზრებისას. სალაგობით რამეს კეთება ძნელი არის და ამიტომ საჭირო უნდა მინდა ვაქციო, გავარკვიო. რატო უნდა ვაკეთო? რა საჭირო? უნდა დარჩა და მეტი არაფერი. მაშინ ვისაც უნდა ივანაკეთოს მე არ ვაკეთებ. მაგრამ ვიწყებ რატო უნდა ვაკეთო ეს? იმიტომ რომ და მოდის ბოლო ჩემს საჭიროებამდე, ჩემს რეალურ საჭიროებამდე და მე ეს არა მარტო უნდა რო არ გავიყინო. ეს კი არ უნდა რო არ გავიყინო, მაგრამ მე მინდა რო არ გავიყინო. და მე მინდა რომ თბილად ვიყო. და თბილად რომ ვიყო, ამიტომ თურმე მინდა შეშავჩეხო. დაჩეხავდო და მოუჭრა. ოჯახამდე უნდა წავიდე, წასვლამდე უნდა მომავზადო ის და ასე შემდეგ და ანუ ეს ყველაფერი თურმე მდობია. და ეს რომ დავგეგმე და ჩემთვის საჭირო სასარგებლო რომ დავგეგმე იმ კომფორტისთვის, იმ საკუთარ თავთან გამართულდები ისევ და რაღაცას ჩავაბამდები და ადამიანებთან ნორმალურად ვისაუბრებ და ცნობებს გავუზიარებ და რაღაც ესეთი აი იმ კომფორტის შესაქმნელად უკვე უნდა გავაკეთო კი არა, მინდა გავაკეთო. თუმცა მინდა დროში უკვე ნაძალადები აღარ არის არც იქ ათრევა საკუთარი თავის ყურით რომ დავათრიო, მე შეშალბზე ხედი ვჩერხო, მე დავჭრა, მე ჩამოვათრიო და მე არ დავჭრხო კიდე ეს აღარც. მინდამდეც გააზრებთ ხო, რომ მინდა სხვა ენერგია ახლა. მინდა შეამოვა შენ თავს, და უკულა ვიწყობის გამო.
ისევ მინდა თუ აქცევდნენ აზამატებად კი არა. გავიგებ შეიძლება მართლა აღარ არის საჭირო და უნდას გამოყოლობდეთ და მართლა აღარ მინდა და მორჩა შევწყვიტე. რატო? იმიტომ რომ დენი შემოუყარეთ როგორც ელამოსან ხო იქ. ადრე მას ვახსენებდი. უხარს ვაშენებდი ახლა შეშის მოსათანადო და ორი ხელი წავაქციე უკვე მაგრამ აღარ ჩამოატრე. იქნებ სხვას დაჭირდეს კარგად წაიღოს. წავოვიდი. ომი ისეთი შემოგვიდგა. მაგრამ თუ ამაჩი ჯერ კიდე ცივა და სიტყვა მე კიდე მინდა ხო? კიდე მინდა დასავლეთ გარდა არა რომუდინოს და ჩამოვიდნენ ის პრობლემა ის მადლობა ძალიან რა ვიცი რა ძალიან ისეთ შინაარსებრივი გამოვიდა ეს ბოლო ჩვენ ინსტიტუტში სიყვარული რა არის თავისუფლება რა არის ჭეშმარიტება რა არის ახლა სხვადასხვა კუთხიდან სხვადასხვა პასუხია ახლა კითხვა იყო დასმული რა არის ჭეშმარიტება უფალმოგვი და მეორე ჭეშმარიტება პიროვნება არა სასაგანი ადამიანი რა შეკითხვას შავს იმენა პასუხს Una gente di problema con la loro sai agli amici solo da vivere si quando tutti la cosa con la persona con una insieme con qualcosa la cosa o i sarebbero su da tanti livelli ma si piccolo e se ne passa c'è un livello che sajmeli uguale იმიტომ სიყვარული პიონული უტიო. როგორც იმედია შეიძლება კონდეს ნებისმიერ შემთხვევაში ისე ყველასა ყველაფრის სიყვარული და წმენა შეიძლება. უნდა წამოს რაც არც უნდა გაიმედებოდეს რაც მართლა საიმედო და მიყვარდეს რაც მართლა საყვარელი რაც სასარგებლოა ჩვენთვის. ინდოზი და იმ სიტუაციაში საჭმელი ბრძანეთ და მიყვარს დაუშვათ მარცხვი ერთ ტონა მარცხვს თუ შევეწირები მიყვარს კი არა მკვლელი ყოფილი ჩემი და თუ გადავრჩი მარცხვი სასაზღვრელი სასარგებელი არაფერი არ იქნება ჩვენს ვიდეო Интересно.